გამარჯობა, ჩვენო ძვირფასო გამომწერებო და მაყურებლებო, ჩვენ დავიწყეთ მოპოდკასტო ტიპის გადაცემების ჩაწერა, სადაც დიტეილინგ გარაჟის მომხმარებლებიდან ჩემთვის საინტერესო ადამიანებს ავარჩევ, რა თქმა უნდა, მათი თანხმობის გარეშე და შემდეგ უკვე ვეცდებით მან დავიბაროთ პოდკასტი ჩავწეროთ და დავამყაროთ ისეთი კომუნიკაცია, რომელიც გამოსადეგი იქნება საზოგადოებისთვის. პირველ სტუმრად შევარჩიე ჩვენი მომხმარებელი და ჩემი მეგობარი ნიკა აბაშიძე, გეცოდინებათ და მოდით დავიწყოთ ახლა გადაცემაზე მუშაობა. ჩვენ რუბრიკას დავიწყებთ ხოლმე ესე, დავაკვირდებით რა ადამიანი ჩვენი სტუმარი რა მანქანით მოვა და ChatGPT-ს შევეკითხებით შემდეგ აზრს ადამიანი რომელიც ასეთი მანქანით გადაადგილდება, რას ფიქრობს ასეთ ადამიანზე. იმედი მაქვს რომ ნიკა საინტერესო მანქანით მოვიდა, ჩემი ინფორმაციით არასაინტერესო მანქანა ნიკას არ ყავს. ეხა Opel Astra და Toyota Prius-ი არ ეყოლება, დარწმუნებული ვარ. ხო და ნახოთ რა მანქანით მოვიდა და შემდეგ უკვე უცებ ChatGPT-ს აზრი ვკითხოთ და ნიკას არ გავაგებინოთ ეს ამბავი. ნიკა ამ ამბავს ChatGPT-ს აზრს თავის მანქანის შესახებ გაიგებს ჩვენი გადაცემის ყურების ას. მოკლედ დავალოთ ეხლა რა მანქანით შემოძანდება ნიკა. გამარჯობა ბატონო ნიკა. გამარჯობა. მადლობა რომ გვეწვიეთ. ესე იგი მარტივად უცებ ფორმატს ჩამოგიყალიბებ, რა გვინდა, როგორ გვინდა. გადავწყვიტე რომ ჩემი კომპანიის მომხმარებლებიდან საინტერესო ადამიანები ავარჩიოთ, რომ დაუშვათ ჩავწეროთ მე ესეთი პოდკასტო ტიპის გადაცემები, რაც შეიძლება გამოადგეს ჩვენს მაყურებელს. ოკეი. იმიტომ რომ როგორც იცი ჩვენ ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ, ბევრ რაღაცებს მივედმოვებთ, რაღაცებს წარმატებით, რაღაცებზე ცოტა შეფერხებები გვაქვს, გვიყურებს ბევრი ადამიანი, შენ უფრო მეტი ადამიანი გიყურებს, ჩვენს რაღაც გარკვეულ ადამიანს გიყურებს და გვიყურებენ დავსავარი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც შესაძლებელია ჩვენ ვიყოთ სამაგალითო და ასეთ ადამიანებს ცოტა გზა გაუხსნათ, უფრო გაუმარტივოთ ისეთი რთული წარმოდგენები, რომელიც აქვს, დაუშვათ, თუნდაც ის იქნება ბიზნესის კეთება, მანქანების სიყვარული და შემდეგ ვილაპარაკოთ მოკლედ ყველაფერზე, რაზეც შენ გაგეხარდება, რაზეც მე გამეხარდება, შეკითხვას დაგისვა, კითხვა არ მოგეწონება იტყვი რომ შევცვალოთ, ან დაუშვათ ჩვენ თვითონ უპასუხე მაგას ჯიგარ. რაც გაგეხარდება სრული თავისუფალი ფორმატი გვაქვს. კაი ბატონო. კიდევ ერთხელ გამარჯობა და დავიწყოთ. ეხლა მიზეზი რატომ მოგიწვიეთ შენ ჩვენთან? ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, მე არ ვარ შენ მიმართ ფამილარული, მაგრამ ის უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ, ჩემი აზრით, ხალ ერთ-ერთი სამაგალითო შეიძლება ხმაღალი ნათქვამია, ერთ-ერთი იმედის მომცემი ადამიანი, რომელსაც დაუშვათ ჩვენ ვაკვირდებით და გვაქვს იმედი, რომ მისგან მოველით უფრო მეც კი არა, ბევრს მოველით, ბევრი გაკეთები და ბევრს მოველით ნებისმიერი ინოვაცია, ნებისმიერი თუნდაც შენი აზრი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მე რასაც გაკვირდები ეს არის პატიოსანი აზრი, შრომელი ადამიანის აზრი, რაც თავარია და თითოეულ სიტყვას უკან უდგას ის გამოცდილება, რაც შენ ცხოვრებაში გინახავს. მადლობა ძალიან დიდი. და ეს გამოცდილება ცოტა არ არის თანასწორი. ფანტასტიკური, ყველამ ისიც რომ ფანტასტიურად ვარ შენს მიმართ განწყობილი და შენი კომპანიის მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია ადამიანები, რომლებიც პატიოსანი შრომით წუწუნის გარეშე რაც თავარია, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი რომ წუწუნებენ, წუწუნის გარეშე შრომობენ, მუშაობენ და მე შენ 11 წლის წინ გაგიცანი, მაშინ სამრეცხავები გქონდა და დღეს ახლა უკვე ამხელა სერვისი გაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ხარისხს ცნობენ ნამდვილად და მაგას მაგრად ვაფასებ, ახლა პირველად გეუბნები ასე პირში რა და ისე ვიდეოებში მithქვს. ხო აბა დავწყოთ რაც გაგეხარდება. კი ბატონო, მე მინდა პირველ რიგში რომ დავიწყოთ ყველა მიცის შენი ბიზნესის შესახებ და რასაც აკეთებ და რამდენი შრომა ამის შესახებ. რას აკეთებ ამაზე რომ ჩვენ არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაყურებელს უეჭველის ცნობილია, მე მინდა შეგეკითხო რა შეცდომა დაუშვი პირდაპირ, რომ იყოს ისეთი მწარე შეკითხვა, აი რა შეცდომა დაუშვი და რას ნანობ, რომ დაუშვათ, ან არ გააკეთე, ან გააკეთე, მაგრამ არ გამოგივიდა. კარუს ეხება ალბათ ეს კითხვა? კარუსელუს მილიონი პროექტი რაც შენ ჩაგიფიქრებია და დავით არ გახარდებოდი. მაშინ ზოგადად ესე ის. ზოგადად, კი. მაშინ მოდი ესე მივუყვეთ რა, რომ დავყოთ პირდაპირ საქმეების მიხედვით. ავიღოთ სამი მიმართულება, ავიღოთ ქარუ, ავიღოთ სელუ და ავიღოთ ბლოგი. და მე გეტყვი რა შეცდომები დაუშვი ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული მიმართულებით. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება რა. პირველ რიგში ქარუს მიმართულებით დაუშვი ის შეცდომა, რომ ადამიანებს ვენდე გადამოწმების გარეშე რაღაც მომენტებში და ძალიან ბევრ ფინანსურ რესურსს კარგავდი მაგის გამო, იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი რომ მატყუებდნენ ავტოასისტენტები და ფულს მიტეხავდნენ, მიჭამდნენ დიდ ფულს და მე ამ დარევა მომიწია ამათ და გაშვება და ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი რო
რომ მუშაობები პატიოსნად და აი იცი ავტოასისტენტებთან მაქვს როგორი ურთიერთობა იცი? უნამუსო უნდა იყოს ვინმე რომ თქვას რომ მე მათთვის ზედმეტი გადაკრული ერთი სიტყვა ოდესმე მithქვამს. ძალიან პატივისცემით უდგები ყველანაირად და მე მგონია რომ არც იმას იტყვის ვინმე და ერთი კაციც არ იტყვის, ერთი კაციც არ აღმოჩნდება რომ ვინმეს უსამართლოდ მოვეკეცი. ან რაც დავპირდი მოვატყუე და ასე შემდეგ. მაქსიმალურად პატიოსნად საღამოს რომ მივდივარ სახლში ვიძინებ იმით რომ ვიცი რომ ცუდად არავის მოხსევება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. მაგრამ იმდენ ფულს მიტეხავდნენ ვიღაცეები, რომ როგორ გითხრა, მარტო 100%-ით გავიზარდე, მას შემდეგ რაც მაგის კონტროლი დავიწყე ერთ საათში. ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ ადამიანებს ენდო, კი უნდა ენდო, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიძულო ადამიანები, მაგრამ გადამოწმება სირცხელი არასოდეს არ არის და ჩვეულებრივად რაც ეს გაკვეთილი ვისწავლე, მაგის მერე ძალიან წავიწიე წინ ეგეთი მიმართულებით, იმიტომ რომ ჩემ თავში ის ბლოკი მოხსენი, რომ იმდენჯერ მომივიდა მსგავსი რაღაცა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პირდაპირ ვამბობ და არ მეთაკილება, რომ კი ბატონო, გასაგებია რომ ამას მეუბნები, ეხლა მოდი უნდა გადაბამოწმო. და თუ ვინმე იუკადრისებს, პირდაპირ მეუბნები, რომ ისეთ ადამიანებთან მომსვლია ჩეპე გადაუმოწმებლობის გამო, რომ ანუ შენთან რომ მომივიდეს, საერთოდ არ გამიგვერდება. ასე რომ კი ბატონო, მოდი გადავამოწმოთ, თუ პატიოსანი ხარ. პრობლემა საერთოდ არ გექნება გადამოწმებაზე. თუ არ ხარ, მაშინ ცოდო ვარ, ხო, რატომ მე როცა პატიოსნად გექცევი, შე რატომ ატყუე? ეგეთ. რატომ ღუპავ? იმიტომ რომ დამღუპელია. ანუ რა თქმა უნდა, ოჯახს ფულს ვაჭმევ ამეთი, ხო? წესიერად, ანუ ჩემი ოჯახი, მთელი თავის საათესაუთი, რავი, ანუ ჩემთან მუშაობს, ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული, ოჯახს ფულს ვაჭმევ და შენ არა მარტო მე, არამედ ჩემ ოჯახსაც ფულს ართმევ სახლიდან, ანუ რატო? ეგ ერთი, მეორე, მოდი ახლა სელუზე ვთქვათ რა, სელუზე დავუშვი ერთი ეგეთი ძალიან სასაცილო შეცდომა, რომ როგორ გითხრა, საკმარისად მიმწოლი არ ვიყავი მომხმარებლებთან და ძალიან ცადეს დაფროდვა რა. იმენას აი სერიოზულად ცდილობდნენ ჩემ დაფროდვას რა და მაგრამ მალევე გამოვასწორე ეგ შეცდომა, რამდენიმე თვე გაგრძელდა მარტო და ბოლოს უკვე აი ყელში როა მომასხა დავერიე და გავასწორეთ ეგ ყველაფერი ვაფშე იდეალურად, პრობლემა აღარ არის, იდიოტური ფროდები იყო, ასე რომ დაფროდვას შენსას ყოველთვის შეეცდებიან და ეგ უნდა ამენეჯმენტო და ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება კომპანიასთან მუშაობდე 6 წელი, მაგრამ ბოლო 2 წელში ან ბოლო 1 წელში აურიოს. და იგივე დამემართა და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია თუ იმას გამოადგება რა. დიდი ხანი რო თანამშრომლობ, არ ნიშნავს რომ აღარ უნდა გადაამოწმო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ბლოგზე დავუშვი ყველაზე სასაცილო შეცდომა, ვიფიქრე რომ რასაც ვიტყოდი ადამიანები გაიგებდნენ ისე. მაგრამ მასებთან ურთიერთობა მასე არ მუშაობს, თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ დაგაზარალოს, შეძლებს მარტივად თუ შენ პოზიციას არ დაიცავ და მე მართალი ვარ. სხვათა შორის ეგ შენს გაგდა რამდენჯერმე გითხარი და მაინც შენ პროსტა ისახარ რა. ძალიან რქებიანი ხარ და მიმწოლი ხარ ეგეთ რაღაცეებში ხოლმე და მაინც ეგრე აწვევი რა. დუნია რომ შენს წაიწრო მაგას. ეგ არ მე ვიცი რომ მართალი ხარ უბრალოდ ლაპარაკობ ყველაფერს შენს. აი რო გიყურებ, ხო გითხარი რა რომ იგივე ნათქვამიც მენაში გველაპარაკია რომ მაგაზე ხვირი წავიმტრია ისე თქო რომ მე სერიოზულად რეცადე მაგის გამოსწორებას. გულწრფელად ლაპარაკობ, აი ერთ-ერთზე რომ დაჯდე ნებისმიერ ადამიანთან სალაპარაკოთ. მე შემიძლია თქვა თავისუფლად რომ არ გამტყუნდები, იმიტომ რომ აი 99% თუ არ დარწმუნებული, რასაც გიყურებ საქმეში ახლა და 1% დავტოვოთ იმის რომ მაინც ადამიანი ხარ შენს და მოხდეთ პირდაპირ გადამოწმების საჭირო. ეგრე 100%-ით მართალი ვიყავი ყველა სიტუაციაში, ჩემთვის გულწრფელად, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ რა იმის გაგება, რაც სიმართლე არის, ადამიანებს სხვა იმის გაგება უნდათ, რაც პოპულარული აზრია ხოლმე რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვი ეგ, რომ ყოველთვის ვიყავი ზედმეტად გულწრფელი. იყო ეს ვამბობდი 100-ია, იყო ის ვამბობდი რაღაცები უნდა შეალამაზო. იმიტომ რომ შელამაზება საჭიროა. აი ეს არის სამი მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც სამი მიმართულებიდან დავუშვი შეცდომა და თუ ვინმეს გამოადგება, იქნება ეს სამსახურში თანამშრომელთან ურთიერთობაში
ემდე, მაგრამ გადაამოწმე. მომხმარებლებთან ურთიერთობაში დადექი ცოტა უფრო მკაცრად, იმიტომ რომ ყველა ცდილობს რომ რაღაცა გამოგგლიჯოს და მასებთან ურთიერთობაში შეალამაზე, იმიტომ რომ გულწრფელი სიმართლე ხშირად ხალხს გულს ტკენს და არავის არ უნდა. ამიტომ რაღაცეები შეალამაზე, იმიტომ რომ ტყუილად მაინც ნერვს მე საკითხს მე მაშინაც გითხრა როგორ ვფიქრობ ხო იცი აი ჩემი მე მაძლევს დაუშვათ ჩემი ბიზნესის საშუალებას რომ არ ვიყო მოდებული პირთა ფართო წრეზე ხა ჩემი ბიზნესი მაინც არის მორგებული ის ადამიანზე რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს ესეთი ადამიანები ბევრი არ არიან და ღმერთის წყალობით მოხარებელი იმდენი გვყავს რომ ვერ ავუდივართ შესაბამისად მე არ მჭირდება რომ დაუშვათ პოპულარული აზრები ვაფრქვიო ეს ერთი და მე კიდე ჩემი პირადი თავისუფლება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი არანაირი სკამი ჩემთვის არ ღირს იმდენი რომ დაუშვათ გავიღო და Facebook-ზე სტატუსი ვერ დავწერო იმიტომ რომ სოციალური ადამიანი ვარ და აზრის გამოთქვა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რა. აი ძალიან. ხო და არ მინდა ვინმე გამაჩერო. აი ძალიან კარგი დასაფიქსირებელი აზრია. ახლა რასაც შენ ამბობ, ძალიან კარგად ჟღერს, აი მაგათ რო განვიხილოთ. ძალიან კარგად ჟღერს და ყველა ძალიან მოეწონება ახლა ვიდეოში რაც არის, მაგრამ ზუსტად იგივე სკეთებას პრაქტიკაში რო დაიწყებ, ვისაც ახლა იგი მოეწონება, მაქინას 70% გადალანძღავს. გამოსცეს კიდევაც ერთი ვიდეო გადავიღე და თელმა საქართველოს რა ვიცი მაგინა არა და სწორი იყავი იმ ვიზა ჩემა დამიბარა მე სახში და მითხრა რომ ადამიანი რომელიც გაგზარდეთო ისე რომ ცივინიავი არ მოგაკარეთო გეფარებ ყველთან გავიცი გადაგაფარეთ ყველანაირი კალთაო როგორ გაბედეო და გააკეთე ესეთი რაღაცა რომ თელ საკითხი საქართველოს აგინებინე დავი არა არაფერი არ აგინებინე ვოლგაში ჩაგიჯვიტკო ხალხს უთხარი ვისაც ვოლგა მოგწონთ ვიდრე ესეთი ლამაზი კამარომ ის რა ქვია კორვეტი მეთქი მაგრამ ნუ მაინც დავიმსახურე ეს აგრესია რა ესმის ან ნახე მაგ შემთხვევაში ანუ შენი აზრი დააფიქსირე და ნუ კაი ახლა მაგაზე გეთახმები მე მეგონა მეორე ვიდეოზე ამბობდი მაგაზე გეთახმები ბიზნესის ვეთახმები რომ არ იყო საჭირო მაგრამ აი მერსედესი რო გადაგიყირავდა რა და შენც არ მჯდარ ხარ საჭესთან სხვა რო გადავარდა გზიდან და მე რო ვიცი ახლა რა რომ ყველაფერი შენი დგაქ ნაშოვნი ნულიდან აი ვაფშე შენი თავიდან ბოლომდე და არა მარტო ჩემი ცოდნიდან რა საერთო მეგობრებიდან რო ვიცი რომ უნივერსიტეტიდან რო დაიწყე ყველაფერი შეიძლება და არავის შენთვის არაფერი არ უყიდია და ახლა დეტალებს არ ჩავეძიები მაგრამ მაინც ხალხი შეგდგა ხო არა და რა დააშავე უბრალოდ მანქანა ვერ დაიმორჩილა შენმა თანამშრომელმა და გარდავარდა მე რო ყოფილი რა პრობლემაა არა არაფერი არ მესმის კი ეგეთი რაღაცაა რა მაგრამ ვოლგაზე ვიზა შესვეთახმები სიმართლე გითხრა მაგაზე თუ ლაპარაკობდი არ მეგონა ნამდვილად არ იყო საჭირო რომ ხალხისთვის მანქანაზე გაგელანძღა მანქანა ხო უბრალოდ თუ ვინმეს აქ იდეაში იყო რუსეთ-ამერიკის თემა ხო სხვა რაღაცაზე იყო თემა ნუ მოყვა დავანებოთ მაგას თავი კიდე დაუბრუნდეთ ჩემ შეკითხვას მე მახსოვს შენ ეხლა რა თქმა უნდა შენ თანამშრომელი არ ვარ და შენ თაცმირებს მე არ ვესწრებოდი მაგრამ ვიდეო მაქვს ნანახი რომელიც ძალიან ვაირალ გახდა ვირუსულად გავრცელდა სადაც შენ თანამშრომლის ეუნები რომ მოხარებოს თავი არ უნდა დაუხარო თუ შენ ხარ პატიოსანი მიაწექი რქებით ბოლომდე მე შენ გვერდში გიდგავა ეს სერვისის კუთხით აი ყურე ჩვენ ეხლა რა ვიცი რო გითხოთ ხა მე არ მისწავლია ბიზნესი და იმის ადმინისტრება მით უმეტეს ტურიზმი არ მისწავლია და მით უმეტეს არავის არ უსწავლებია რომ მომხმარებელმა გაუღიმი უბრალოდ რაღაცა ერთი-ორი წიგნი რო წავიკითხე და ესეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა და სერვისში უნდა იყოს გაღიმებული ადამიანი თუ გინდა მომხმარებელი ყავდეს და ყოველთვის ამაზე მიჩნდებოდა ხოლმე პროტესტი რომ კი გაღიმებული რატომაც არ უნდა ვიყო მაგრამ თუ იქიდან არ ვხედავ ღიმილს თუ იქიდან ვხედავ ზემოდან ყურებას და ასე შემდეგ მე შემიძლია საერთოდ უარი უთხრა მომხმარებელს სერვისს ჩემ თანამშრომლებსაც ეხა მე შენი ვიდეო ჩემ პირად გვერდზეც გავაზიარე და ჩემ თანამშრომლებს ჩატში ჩავუგდე რომ ძალიან მშვენიერი მიდგომა არის. აქამდე როგორ იყო? დაუშვათ თუ ვიღაცასთან კონფლიქტში შედიხარ და შენ ხარ თანამშრომელი, შენ ყავს მენეჯერი, გადააბარე იმას. უთხარ რომ შენ რასაც გავალებენ, იმას გააკეთე, კონფლიქტი აიდე თავიდან, მენეჯერი მიხედავს. დაუშვათ ან მე მივხედავ, ხო? ეხ მაგის მერე შენი ვიდეოს მერე ეგრე აღარც არის. ხო მე მეუბნები რომ თუ შენ იცი რომ დარწმუნებული ხარ შენ რაც შენი მაქსიმუმი გააკეთე, შენ რომ შეგეშალა, მაგრამ მე გასწავლე, რა, იმიტომ რომ აქ ვინც მოვიდა, ყველა ჩვენი ნასწავლარი, თუ მე შენ შეცდომით გასწავლე და სხვას რაღაცა ზიანი მიადგა, შენი თავი დაიცავი რა. რქებით. მე გვერდში დაგიდგები, არ დაუხარო თავი არავის, მოკლედ რა და ძალიან კარგი მიდგომა არის. ხო და შეიძლება არ ვიცი ხა ეს ბიზნესო სწორია თუ არ არის სწორია, არ ვიცი. მაგრამ მე მირჩევნია ადამიანი რომ მოვა სამსახურში დათგუნული არ იყოს. გაიგე და იმიტომ რომ დაუშვათ ლაშან ფული იშოვოს, ამან თავი უნდა დაუხაროს და საკუთარ თავმოყარებას გადააბიჯოს. ვიდრე დაუშვათ იყოს ბედნიერი სამსახურში და თუნდაც ჩვენ იმდენი ფული ვერ ვიშოვოთ. უფრო მეტსაც გეტყვი რა, ჩემი აზრით მაგ მიდგომით უფრო მეტ ფულს იშოვნი შენ, ვიდრე იმ მიდგომით რომ მომხმარებელს თავი დაუხაროს. აი ნახე რატო. რას ვფიქრობ მე რა, მოყურე. როდესაც შენს თანამშრომელს აიძულებ რომ საკუთარ თვით შეფასებას და თავმოყარეობას გადააბიჯოს, ის ადამიანი გახდება აგრესიული დროთა განმავლობაში. მაგას ვერ გაექცევი. და წესიერ პატიოსან კლიენტსაც მოექცევა მომხმარებელს, მოექცევა ძალიან ცუდად. იმიტომ რომ აგრესიული იქნება.
დათრგუნული იქნება და მე დათრგუნვა გადაუვა ადამიანები, როდესაც საკუთარ აგრესიას გარეთ არ გამოგვა ხოლმე, მე ეს აგრესია გადაიქცევა, საკუთარი წყენა გარეთ არ გამოგვა, მე ეს გადაიქცევა ხოლმე აგრესია. კი ბატონო. მაგიტომ არიან შიშარა ადამიანები აგრესიულები და ძლიერი ადამიანები გულღიები და მხიარულები რა, იმიტომ რომ იმ ძლიერმა იცის რომ რამეს ცუდად დაუშავოს უნდა და მოყავს პატრონს რა და მაგიტომ აღარ ენერგიულობს ადამიანებს, ეგრე. ამიტომაც თანამშრომელი ყოველთვის უნდა ყავდეს თავაწეული. მე ასე ვფიქრობ და უკეთესად მოემსახურება ყველას. აღარ ნახე, როდესაც ადამიანი არის აგრესიული, ეგ არის მისი თავდაცვითი რეაქცია, ხო? ფიქრობს, რომ ეს მე რაღაცას დამიშავებს და მოდი წინასწარ ვიქნები აგრესიული, რომ არ დამიშავოს. იმიტომ რომ 10-დან 9 რომ მოვიდა დაუშავა და მე-1000-ს ფიქრობს, რომ რაღაცას დაუშავებს. როდესაც იცის, რომ შენ ისე დაუდგები გორძე, რომ ის ვერაფერს ვერ დაუშავებს, აღარ აქვს მიზეზი, რომ აგრესიული იყოს. გამიგე? ამიტომ მგონია რომ მე მოვალ რა, რომელიც შენს თანაშრომელს ცუდად არ მოვექცევი, ის გულღიად შეხვდება, კარგად მოემსახურება, იმიტომ რომ იცის რომ რამე რომს დაუშავო, არ დაიჩაგრება. მაგიტომ ვფიქრობ რა. აი ხა მაშინ ეგ ვიდეო რაზე ეგ ზოგადად რატო ვთქვი? ესეთი кейსი იყო რა. ავტოასისტენტმა წამოიყვანა მანქანა. დაიწყო კეთება. ქალბატონის იყო ეს მანქანა. ვიღაცა ტიპი ურეკავს ამ ქალბატონის ნათესავი, ну ანონიმიზირებულად რომ მოვყვეთ რა. ვიღაცა ტიპი ურეკავს და აყენებს შეურაცხყოფას. ამ ავტოასისტენტს უთხრა და დაუწყო ბიჭო ამან რაღაც ჩემამდე მოვიდეს, ჩატში ვნახე პრობლემურების ჩატში, მიდის მიმოწერა. წესით ეგეთ ანუ პრობლემურებში მე არ ვერთვები ხოლმე, მაგრამ ანუ შემთხვევით ვნახე. და რა გავაკეთე ახლა, რა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ. დაურეკე ამ ავტოასისტენტს, ვკითხე მეთქი რა მოხდა ასე და ესეთი რაღაცა უთხარი. აწიე ახლა ეგ მანქანა ჰაერში. ხო, სავალი ხო უნდა გაეკეთებინა, ჩამოწია. აწიე ეგ მანქანა ჰაერში და არ ჩამოწიო მეთქი, სანამ ბუდის არ მოგიხდის თქო რა. ეგო არ შეიძლება მეთქი პატრონს დაურეკოს, მოვიდეს პატრონმა წაიყვანოს მანქანა, შენ არ ჩამოწიო თქო, სანამ ბუდის არ მოგიხდის. იმ ტიპს ვიდეო ჩავაწერინეთ და გამოვაგზავნინეთ ბოდიშის და მერე გავატანეთ მანქანა. პატრონშიც არ დარეკავდა, იმიტომ ძალიან ცუდად მოიქცა. აგინა ავტოასისტენტს არაფრის გამო საერთოდ. დაჟე ვერც ახსნიდა მაგას, ვერსა და აი ვინც არ უნდა ყოფილ რისთვის, ანუ საერთოდ არაფრის გამო. უბრალოდ დაურეკა, აი არ ვაზვიადებ, დაურეკა და პირდაპირ დაიწყო შეურაცხყოფა. ხო და სანამ ვიდეო არ გამოვაგზავნა, სადაც ბოდიშს უხდი და მანქანა არ ჩამოვაშვებინე რა. მეთქი ანუ ეხლა მაგან რა გამოიწვია? სხვა ავტოასისტენტებმა ეგ რო დაინახეს, всё მიხვდნენ რომ ეს მე იქ ვიდეოში აღარ ჩანს, ყველა უთხარი რომ მეთქი. რამე თუ მოხდება რა, მე ეგეთი რაღაცა მაქვს ჩემი ავტოასისტენტებისთვის ნათქვამი. ზოგი არის უზრდელი. სულ რომ, ან მაგრამ მაგას მე ძალიან ვეწინააღმდები, საშინელებაა, მაგრამ სულ რომ ჩხუბი მოგიწიოს, იცოდე რომ მე გამოგყვები და იურისტის ხარჯებს აგინაზღაურებ, თუ პრობლემები შეგექმნება. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა რომ ვიღაცა დაგაჯდეს თავზე. მაგან რა მომცა ახლა მე რა? რო აღარ ფიქრობენ რომ სამსახურის შესანარჩუნებლად რაღაცების მოთმენა მოუწევს. პირველი ვარ ხოლმე ვინც ვეუბნები რომ დაუბრუნე მანქანა. აი ხო დაიწყებს კლიენტი რაღაც ისეთ პრეტენზიებს, რომელიც არ უნდა დაიწყოს რა. როგორც კი, ანუ კლიენტმა შეიძლება პრეტენზიები დაიწყოს და გაუტარო, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი გადადის შეურაცხყოფაზე, პირველი ვარ ხოლმე ვინც მოვითხოვ, რომ მანქანა დაუბრუნოს. მე რამდენჯერმე არის ხოლმე რომ ნიკა ძალიან ხისტია იზახიან და მოდი რა ისე ვქნათ რომ რაღაც უნდათ რომ მაინც რამდენჯერაც ეგრე ქნეს, იმდენჯერ მანქანა გაპრობლემდა. ჯერ მე არ მქონია შემთხვევა კლიენტი ყოფილიყოს უხეში და უზრდელი ავტოასისტენტის მიმართ, იმას მოუთმინეს და ის არ გაპრობლემებული იყოს მომავალში. ხო არ გონია რომ ვინმე მადლობას გეტყვის? არა. წავა და რაღაცა შარს მოგდებს ისეც და მოbrunდება რომ შანსი არ ერთხელ თუ გაუვიდა თავისი უზრდელური საქციელი, მე არ ვიძახი პრეტენზია შეიძლება ყველა კლიენტს ქონდეს და შეიძლება უსამართლო პრეტენზია ქონდეს. თუ ამას აფიქსირებს ზრდილობიან, then პრობლემა არ არის. მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფაზე გადადის, ის უნდა მოიშორო, აზრი არ აქვს, ვერ გააგებინებ ვერაფერს. მორჩა, დამთავრდა. თუ კლიენტია ეგეთი. ხა, თუ შენ თანამშრომელი შეეშალა, რა თქმა უნდა, კაცო, მაგ შემთხვევაში ახლა შენი თანამშრომელია დამნაშავე და შესაბამისად უნდა მოიქცე ბოდიშიც უნდა მოუხო და საჩუქარიც უნდა გაუკეთო, მაგრამ არ შეიძლება უზრდელი კლიენტის მოფერება არ შეიძლება. დაგაზარალებს, ჩამოგაქცევს კომპანიას თავზე. მე ვფიქრობ ასე. სრულად გეთანხმები და ნახე, თან ეხა ჩვენ ვართ ახალგაზრდა ადამიანები, რომელსაც გვაქვს ჩვენი საკუთარი ბიზნესი და ვცდილობთ, რომ ნორმალურ გარემოში, მარტო ბიზნესი, აი ფული მომეც თუ ვერ დავხარჯი რა თმინდა, ეს ერთი, მეორე
ჩემი როდის დავისვენე პირადად მე არ მახსოვს და წარმოვიდგინე ხა ოჯახში რო ვატარებ დავიცი წელიწადში დაუშვათ ჩემი დროის 10%, 90% ვატარებ სამსახურში. რა თქმა ეხა მე მივიდე სამსახურში და ვნახო იქ დაჩმორებული ადამიანები. და ძალიან საინტერესო რამეს დავამატებ, კიდე წერა თქვი და დამავიწყდა. რატომღაც კლიენტებს გონიათ ხოლმე რომ ვალდებულები ვართ რომ მოვემსახუროთ. ნუ მე ფულს ვიხდი, მიდი გააკეთე კაცი. არა, ხო, და ვალდებული გონი ვარ რომ მისი შეკვეთა ავიღო. მე მაქვს ესეთი ფუნქცია, დაბლოკვის ფუნქცია. მომხმარებელი თუ არის არაკეთილსინდისიერი და უსამართლო ბლოკა. ბლოკა ხალხს გონია რომ რახანს ფულს მიხდის, იმისი მონა უნდა იყოს ჩემი თანამშრომელი. არა ვითარ შემთხვევაში. ეს ერთი ღილაკი მაქვს დავბლოკავ ხოლმე და მე რამდენჯერმე გქონია შემთხვევა რომ რატო დამბლოკეთ უგვრით. არ მინდა რომ მოგემსახურო. რას ქვია არ გინდა მომემსახურო. ჯო იმას ქვია რომ მე მაქვს ბიზნესი. ხალხს თავაზობ სერვისი. შენ მოდიხარ, გინდა სერვისი, მაგრამ მე არ მინდა რომ მოგემსახურო. იმიტომ რომ თვლი რომ მე და შენ ერთად ვერ ვითანამშრომლობთ. ამიტომ უარს გეუბნები მომსახურებას. ეგეთი პრაქტიკა ყველა ბიზნესს აქვს უფლება რომ უარი უთხრას მომხმარებლის მომსახურებას. ზოგ მომხმარებელს ეგ არ ესმის. რატომაც და ძალიან სასაცილოა. გვიყურებენ როგორც დანადგარს, რომელსაც თვითონ რომ დააწვევი, უნდა შეასრულოს თავის სამუშაო, ხო? არა და ადამიანები ვართ, ჩვენი წესები გვაქვს. და კიდე ისაა ხოლმე ძალიან სასაცილო, რომ ესე რატო გაქვთ? მე მაქვს ასე. უხსნი ასე, იმიტომ მაქვს რომ შეიძლება ეს მოხდეს, რაც სამართლიანია. მაქვს ასე, ხო, მაგრამ მე ეგრე არ მინდა. ჯო, რო დავიწყეთ თანამშრომლობა, ხელშეკრულებაში ხო ეს ეწერა. ხო, ასე გემსახურებ. მე არ ვიცოდი. აი 35-40 წლის კაცს უთქვამს რა, ხშირად ამ მქონია ეგეთი 1-5 შემთხვევა მქონია, მაგრამ 35-40 წლის კაცს უთქვამს, რომ მე არ ვიცოდი ესე თუ იყო. აი ხა ამაზე იცით რას ვიზამ? რას იზამ მეთქი რომ 40 წლის კაცი იტყვი რომ ხელშეკრულება არ წავიკითხე და მაღაზია ავტეხი ამბავი და მე ხვენია თხოვე და ჩუმდები. აი ეგეთი სისულელე არის. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, როცა დაუშვათ ჩვენი ხა ფიზიკური პირი, ვინც ყოლია ყველაზე დიდი მომხმარებელი, ყველაზე დიდი დაკვეთებით, ჩვენ იმასთან ხა ამ ეტაპზე არ თანამშრომლობთ, იმიტომ რომ მასთან სერვისი იყო დამთრგუნველი. აქ არის საუბარი არამგვიყნებად ბევრ ჭარბ რაოდენობა მანქანებზე და ამ თითო მანქანაში თითქმის ყველა სერვისზე, მაგრამ ძალიან სტრესული იყო, რბილად რო ვთქვა და მოხარებთან ჩვენ ურთიერთობაზე წელიწად ნახევარი ვიმუშაობ, შემდეგ უარი უთხართ. აქ არ არის საუბარი პატარა დაკვეთაზე. წარმოიდგინეთ, ამ მომხმარებელს შეიძლება ჩვენ რა სერვისი გვაქვს, ერთი ამ ხელსერვისი მარტო თავისთვის სჭირდებოდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში შევთანხმდით ისე, რომ ვეღარ ვემსახურებით, აღარ ვემსახურებით და არა ვეღარ, იმიტომ რომ იყო ძალიან დამთგუნელი, მარტივად რო ვთქვათ რა. და შესაბამისად კიდე დავბრუნდები იმ თემას, რომ ეხა მე 90% რო ვატარებ ჩემი ცხოვრების სამსახურში, მე რო აქ მოვდივარ, არ მჭირდება არც ადამიანი, რომელიც ჩემი მიმართ აგრესია აქვს, თუნდაც ჩუმი და მაგრად მიხარია კიდე რომ დავუშვათ 18 წლიდან ჩვენ აკადემიაში ბავშვებს რო ვიღებთ, მე ზოგს ხო ასაქმეთ კიდევაც და ამ ადამიანს რო შევხედა რომ ჩემი იმედი აქვს, ბევრად მიხარია და მე ვუყვარ ვარ, ვიდრე ფიქრობს რომ ეხა ეს ფულის ტომარა აქ, ან მომავალი ფულის ტომარა ხარ თქვენი ხე შემოსავლელი არ მაქვს რომ ვიღაც ფულის ტომარა ვეგონო, მაგრამ იმის გამო რომ ამან დაუშვათ უფრო მეტი ფული იშოვოს, მე აქ ვიღაცას თავენა უხარო. ბედნიერი ვარ ეს ადამიანები. ოღონდ როგორ არის? ყველამ კარგად იცის, ჩვენ ვართ სერვისი. ჩვენ აქ ბლატაობის უფლება არ გვაქვს და არც ბლატაობ. პირველად მე არ ბლატაობ. შენ რა თქმა უნდა გიყურებ ასე და ზუსტად ვიცი. ჩვენ ეხა ენა ასე თუ ისე გვიჭრის და მეთანხმები კიდევაც. შენ კიდე უფრო ბევრად მეტად ორატორი ხარ. ფიზიკური ძალაც ეხა გვერდში, რა თქმა უნდა, ხვდები ეხა ფიზიკური მონაცემიდან გამომდინარე, ძველ ბიჭობა რო გდომო და იმას სახში წარმატებული ძველი ბიჭები იქნებოდი. მაგრამ არ წავედით ჩვენ მაგზით, ჩვენ წამოვედით სერვისში და ეხა მე მინდა ხალხს დაუშვათ ჩვენ ვესაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი არჩევანი სწორია. არაფერი იქ არ ყრია ნარკოტიკების გარდა, იქ არაფერი არ ყრია ციხის გარდა, იქ არაფერი არ ყრია ცოლის გაშორებული ადამიანების გარდა. უამრავი პრობლემების გარდა. მოუწევ მოკლედ რომ პასუხო კითხვა გავაგზავნო, გვაქვს თუ არა კადრების პრობლემა. არც ისე. და რატო? თუ გინდა გააგზავნე კითხვა და თუ გინდა ახალხსნი რატო არ მაქვს? კაი, ჩემი მე მეგონა ასე სპორტაში დავიდასტურებ პრობლემა ხოლმე კითხვაიდან გამომდინარეობდა. მოდი მე დავამთავრე კითხვა და მე შევასრულე. ნახე, კადრების პრობლემას რაზე გეუბნები? მაგალითად, ხო, რატო ურჩევი ადამიანს წავიდეს პოლონეთში, ამუშავა, აი, არჩიოს 10-ან 12 საათიანი სამუშაო რეჟიმი, არ ვიცი სწორად როგორია, იცი? ეგვიპტეში მორეების ფილმი ხო გაგანახი, რომ მატრახებიდან საათს თავზე 10 საათიანი სამუშაო რეჟიმი, 1 საათი დასვენებას გაძლევენ, მე ვერც სიგარეტს ვერ მოწევ, ვერც ტელეფონს დასხო 9 საათი მუშაობ ვირივით გაუჩერებლად, ან 12 საათიანი მუშაობ საათნახევარი გაკვეთე და ესე მონასწავე თავს აკეთებ, ესე ურახუნებენ, რომ იმუშავა ახლა ჩემი თანამშრომელი იყო მაგალითად წასული, მეთქე რა სამი შვილი ყავს, რა გააკეთე პოლონეთში თქო 3 თვით იყო წასული, 2000 წელს უგზავნიდიო ჩემ ოჯახსო, დანარჩენი იქ ბინავს ქირავდი და ვჭამდიო.
და მეტი არაფერია. მე ვთხარი ეგ ხო აქაც იშოვება მარტივად, მე ვთხარი, თუნდაც ჩვენ სამსახურში ორჯერ მეც იშოვი, ხო? თუ მოინდომებ. რატო არ ქენი? ეს აიჩე ჩამხრები და საბოლოო ჯამში დაბრუნდა ჩვენთან სამსახურში და მეორე დღეს დილას მივედი და კონფლიქტი წარმოიშვა და სამსახურიდან გავუშვი. იმიტომ რომ არ უნდა აქ მუშაობა. აი, უტყდება თუ რა პრობლემა აქ ეხება მაგის პრობლემა არა, მე მაინტერესებს რატო ურჩევნი ამ ხალხს ემიგრაციაში წავიდეს. ან არ დაждდეს დაუშვათ გლოვოზე და სკუტერზე არ დაждდეს. ან მეტლახი არ დააგოს, ან დაუშვათ ქიმწმენდა არ გააკეთოს. და ფული არ იშოვოს და გაიქცეს სხვაგან უფრო უარეს პირობებში. გეტყვი. ძალიან მარტივ რაღაცას მაგის პასუხი ვიცი ზუსტად. ჩემზე ადრე მაგის პასუხი თქვა ნიკა გრიგოლიამ პოდკასტში. ჩემ მეგობრები შეხვდიო და მთელი დღე მუშაობენო რა ეს ყვება. მე რო ყვებოდი იგივეს არ მიჯერებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ერთი ადამიანს თქვა მიყო და მე რამდენიმე ესეთი ადამიანი რომელსაც მასებთან ურთიერთობა აქვს ჩაბოვიდნენ და ილაპარაკეს იგივე და ახლა უფრო დაიჯერეს. ნიკა გრიგოლიამ მოყვა კარგად. იქო ხალხი ნახეო, დღე და ღამე მუშაობენო. და ყველა იძახის იმას, რომ საქართველოშიო ამდენი რომ მუშაობ, იქაც გამომივიდოდაო ესო რა. ხო ხტე. სხვაობა იცი რა არის? როდესაც აქედან ადამიანები მიდიან პოლონეთში და ასე შემდეგ, გონიათ რომ იგივე სამუშაო პირობებით, რასაც აქ მუშაობენ, მეტი ექნებათ შემოსავალი. სინამდვილეში იქ მეტი ექნებათ შემოსავალი კი ბატონო, მაგრამ უწევთ ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი მუშაობა ვიდრე საქართველოში. ეს არის უმეტეს შემთხვევაში სამსახურების რა. ეხლა მე რატო არ მაქვს კადრების პრობლემა? ჩემთან ავტოასისტენტი მუშაობს, შოულობს აი კვირაში რო იმუშაოს ალბათ 3 დღე, 4 დღე. შოულობს თვეში 3000 ლარს. ავტოასისტენტები არიან 10 და 15 შოულობენ თვეში. ახლა სად წავა ეგ? არსად არ წავა. მაგ ხელა შემოსავალი საქართველოში ბანკებში არ არის მენეჯმენტის თანამდებობას. მაგიტომაც კადრების სურველების პრობლემა მე არ მაქვს არასდროს, აი რიგი დგას მართლა ოღონდ რომ იმუშაო. იმიტომ რომ არ უჭერთ ძალიან ამ გადასახადებით იმით საკომისიოც ისე გვაქვს რა დარეგულირებული რომ ამ ხალხს ფული რჩება. რა თქმა უნდა არიან ავტოასისტენტები, ვისაც პრობლემა აქვთ, რომ არ გამოზდით იმდენი ფული, რამდენიც უნდათ რომ გამოუვიდეთ, მაგრამ უკალებლივ ყველა ავტოასისტენტთან მე დაუმჯდარ ვარ და პირისპირ მისაუბრია ეს შეხვედრებზე, გვილაპარაკია და გვითხოვს კონკრეტული მიზეზები, რატომ არ გამოდის მაგდენი ფული. აი ხა ერთ-ერთი არის ეგეთი რომ რაღაცა შეკვეთა არ მაქვს, შეკვეთა არ მაქვს, შემოვიდა შეკვეთა ჩემთო წინ. ჩვენთან არის ორი ტიპის შეკვეთები. ერთი მომხმარებლები თვითონ ირჩევენ ავტოასისტენტებს და მეორე მომხმარებლები იზახიან რომ ქარუმ ამირჩიოს და ჩვენ ურჩევთ საბამის ავტოასისტენტს. ჩაუგდეთ ავტოასისტენტ შეკვეთა, აბა თუ აიღებ, ჩვენთან არის ესე რომ ნებაყოფლობითი, გინდა შეკვეთა აიღე, არ გინდა ნუ აიღებ რა. ჩაუგდეთ ავტოასისტენტ შეკვეთა, აიღებ და BMW-ებზე მუშაობს და მინი არ მინდა. მივეცით სხვა ავტოასისტენტს დააწერინა 600 ლარი მანქანას თავისთვის. ჩაუგდეთ მეორე, ვანუსებიანი არ მინდა. ხო და რა ვიცი ზვავა, რა გითხრა ახლა. ერთი კაცი ახლა სახელების ლაპარაკი არ მინდა, მაინც თავისი პირადია ამ ადამიანების და რა წესია. მაგრამ კაცია ჩვენთან კაროჩე დღე და ღამე მუშაობს, აი გიჟივით უბერავს. მიწა იყიდა. ეს იყიდა რა ქვია, ევაკუატორი იყიდა. ვალები გადაიხადა. რავი, ანუ ეს კაცი მაშვება რა ქვია. ფეხზე დადგა რა კაროჩე. და თან რაიმე ისეც არ ვთხოვთ ავტოასისტენტს, არც გამოცდილებას არ ვთხოვთ, არაფერი. ვითხოვთ რომ იყვნენ ზრდილობიანები, მოწესრიგებულები და მანქანა ესმოდეთ. მეტი არაფერი არ ჭირდება. ამ მონაცემებით არსად 600 ლარზე მეც არ მიცემს, არავინ ხელფას 1000 ლარზე მეც არ მიცემს, ალბათ არავინ ხელფას არ, ნუ ახლა დისტრიბუციაში რა ხელფასები არ რჩება 1500 მაქსიმუმ რა. იმიტომ რომ აი ამ მონაცემებს ვიძახი, ამ მოთხოვნებს ვიძახი მე რაღაც მოთხოვნების მიხედვით ხო. ჩვენთან აქვს 3-დან ზემოთ. ხო? კი. ამიტომ არასოდეს პრობლემა არ მიდგას იმის, რომ კადრები აი რომ მინდოდეს ერთ დღეს შემიძლია 20 კაცი ავიყვანო რა. უბრალოდ ამათ მე ძალიან ვფილტრავთ იმითი, რომ მანქანა რამდენად კარგად იციან. გამიგე? ნუ ზედმეტი სერვისი არ შეთავაზო, რაც არ ჭირდებათ მომხმარებლებს. კი, ამიტომაც ჩემი კონტინგენტი ეს კადრები ვინც არის, არ გარბის არასდროს და მე მგონია, რომ ურთიერთობაც კარგი გვაქვს, იმიტომ რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, პირდაპირ იცის, რომ შეუძლია ჩემთან შეხვედრა მოითხოვოს და ნებისმიერ დროს არასოდეს არავისთვის უარი არ მithქვამს. ნებისმიერ დროს გამოვნახავთ რაღაცა პერიოდის რამდენიმე დღის მერე მაინც გამოვნახავთ, დავსხდებით და პირისპირ ვისაუბრებთ. ნებისმიერ ავტოასისტენტს შეუძლია რომ ეგ გააკეთოს. ნებისმიერ ავტოასისტენტს შეუძლია რომ თქვას რომ ნიკასთან მინდა საუბარი, შევათანხმებთ დროს და დამირეკავს. თუ შეხვედრა არ უნდა რა, ნებისმიერს, მაგის პრობლემა არ გვაქვს.
ცუდად არ ვექცევით, შემოსავალი კარგი აქვს და თავისუფალი გრაფიკი აქვს, რატო წავლენ, არსად არ წავლენ. მაგრამ არიან ავტოასისტენტები, რომლებიც მოსულან და წასულან, იმიტომ რომ მე ვერ ვიმუშავებ. რატო ვერ ვიმუშავებ? აი ვერ ვიმუშავებ, არ უნდათ, უნდათ რომ 2 დღეში 1 დღე იმუშაონ და დარჩეთ 10,000 ლარი ხელფასი. მასე ეგ სამყარო არ მუშაობს. დღე და ღამე ვმუშაობ მე პირადად. ვადასტური. დღე და ღამე ვმუშაობ. რასაც რო ვიღვიძებ მუშაობას ვიწყებ, რომ თავდება მუშაობას ვამთავრებ რა. როდესაც არ ვმუშაობ. ბუდი რო გძინავს ძილს რო გიფიქრია. კი კაცო, სელუსიდია დამესიზმრა. ხო და როდესაც ვარჯიშობ, ანუ სეირნობ, აუდიო წიგნს უსმენ, იმიტომ რომ როდესაც იმას აგერში დამოუკიდებელი საბუთიც მაქვს, ტრამპის წიგნს უსმენ ახლა, მე ვერ ვუსმენ გამირბის აზრები. მე ვარჯიშის დროსაც უსმენ და ეს არის რა. გამოვიმუშავებ შეიძლება დამჩევას, რომ დავუშვათ. იცი როგორ არის, რომ ვუსმენ. ხო დავიწყე მოსმენა, ვიძაბები, რომ მე ამას უნდა ვუსმინო და მე ფიქრი გამირბის და ეს ლაპარაკობს თავი. კი, ანუ ეგ წიგნის კითხვის დროსაც ესე ვიყავი, როცა მქონდა მაგის დრო წიგნი მეკითხა. მაგრამ წიგნს მაინც ასე. ყავას და ეგეთ რაღაცებს. აი ეხლა მაგალითად მასკს უსმენ, მე 6 თავზე ვარ, ისევე მეორე წიგნი დავიწყე, მაგრამ ტრამპის მორჩენი ვარ. ხო, ეს არის რა ქვია. რაღაც თავები აღარ იყო საინტერესო იმ დროში და დავანებე თავი ვიცოდი რა ის. ხო და როდესაც ვარჯიშობ, მაშინაც ან წიგნს უსმენ ან რაღაცას. ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებ რო ის. იმიტომ რომ მიზანი მაქვს და მინდა რომ რაღაცა გამომივიდეს რა. ჭირდება ელემენტარულად. მიდგომა მაქვს ასეთი, როდესაც მაგალითად მინდა რომ დავისვენო და არის რაღაცა საქმე სჭირდება რა. ვდგები და საქმეს რა სჭირდება, იმას ვაკეთებ. ვიღაცამ შეიძლება ამაზე თქვას, რომ ეგეთი ცხოვრება რა თმინდა, თუ ის ვერ გავაკეთე, რაც მინდაო რა. და მე ამაზე ესე პასუხი მაქვს, რომ ცხოვრება არის კომპრომისების თემა რა. კომპრომისზე თუ არ წახვედი, კარგად ვერ იცხოვრებ. მე კარგი ცხოვრება მიყვარს. ის რო არის ხო, იცი? ცხოვრება აქ არის და მე აქ მიყვარს ცხოვრება, ის რო რილი არის გავარდნილი ფილმიდან ნებად. სუიტის ის არის რა. სერიალი და ჰარვი იძახის. ცხოვრება არის აქ, მე აქ მიყვარს ცხოვრება. ეგ არის, აქ თუ გიყვარს ცხოვრება, თორე თუ აქ გიყვარს ცხოვრება, ახლა საქართველოში არის ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა სკილებს აითვისებ რაღაცას და ნორმალურად იცხოვრებ რა, ნორმალურად. თავარია რომ და ერთი თვისება კიდე. ყოველთვის შენი მიმის მიზეზი რომ რაღაცა არ გაქვს, საკუთარ თავში უნდა ეძებო. და 99% შემთხვევაში იპოვნი. რაღაცა თუ არ გაქვს, შენ თავში მე ყოველთვის მაგალითად ჩემი ფსიქოლოგი მეუბნება რომ ზედმეტად კაცრი ვარ ჩემი თავის მიმართ ამის გამო, მაგრამ მე ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს. აი დაუშვათ წავედით შეხვედრაზე. და ვერ გამოვედი იმით რაც მე მინდა. ჩემ თავს ვადადანშაულებ. მაგალითად ვიღაცა მოვიდა და რაღაცით მაჯობა, იმით ჩემზე ნიჭიერია რაღაც. ჩემ თავს ვადანაშაულებ, იმიტომ რომ მე შემეძლო რომ მეტი მეშრომა და იმისი ნიჭი შრომით გადამეწონა რა. ხო ხტები. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოში მაგ მენტალიტეტის პრობლემა გვაქვს. დღესაც კი საქართველოში მდიდარ ადამიანს აღიქვამენ ცუდ ადამიანად. არა და პირიქით რა ადამიანს რაც უფრო ნაკლები პრობლემა აქვს ფინანსური, მით უფრო ნაკლები მიზეზი აქვს რომ იყოს შურიანი, გაბოროტებული და მავნე. და თვითონ დიდრების მალავე რომ დიდრები არიან. იმიტომ რომ აგრესიას მიიღებენ. კი, დაიღალა ისიც ახლა ჯერ სადამდე ვართ მე და შენ რა და რამდენი გამოგვივლია რომ უთვალავი მიზეზი გვაქვს რომ ადამიანების მიმართ ცუდად ვიყოთ განწყობილები. უთვალავი. რო დაუჯდე და სათითაოდ ყველას მოუყვე რაც გამოგვივლია, ერთი კაციც კი ვერ გაგვამტყუნებს რომ ადამიანების მიმართ ცუდად ვიყოთ განწყობილები. მაგრამ ჩვენი პლუსი ის არის და იმიტომ არ გავჩერდებით და კიდე უფრო მეტი იმიტომ გვექნება, ამიტომ იმას ვფიქრობ მე რომ მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანები გვიყვარს და გვინდა რომ ადამიანებს კარგი რაღაცები გავუკეთოთ. ეგა ყველა მდიდარს საერთოდ რა, იმიტომ რომ ვერ გამდიდრდები თუ მასე არ ხარ იშვიათი გამონაკლისების გარდა. ესკობარიც კი, რომელიც იყო ნარკომოვაჭრე, იმასაც ვიღაცა უყვარდა და იმათვის კარგი რაღაცებს გაკეთება უნდა. ის შეიძლება ყოფილიყო ოჯახის წევრი, შეიძლება ყოფილიყო თავისი გუნდის წევრები, ანუ ვიღაცეებისთვის შრომობდა ის ადამიანიც, მიხვდი? ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. და როდესაც არაფერი არ გამოგდის და ხარ ეს მე ყველას მიმართ გაბოროტებული ხარ. მე მამას შეურაცხყოფას აყენებ, დედა აღარ გიყვარს, ხო ხტები და ეგეთი რაღაცები და ეგეთი რაღაცები საკუთარ თავში მიზეზს როცა არ ეძებს, აი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები გვინახავს რა, არ გინა დარწმუნებული ვარ, ასამეზობლოში რაღაც სადღაც გენახავს რომ შვილს რომ მამა ყავს, ნაცემი ბევრჯერ ურტყავს, დედას აგინებს და ასე შემდეგ. ეგეთი ხალხი არსებობს, იშვიათია, მაგრამ არსებობს რა. მაგდონემდე მიგიყვანს საკუთარი თავის ზიზღი თუ არ აღიარებ რომ იცი რა მე პრობლემა მაქვს. ამ რაღაცაში უნდა გაუმჯობესდე და ოკეი, ჩემ თავზე უნდა ვიმუშაო. შეიძლება ეს იყოს
ცოტა დამთრგუნველი, მაგრამ ნუ ცხოვრება კომპრომისებია და კომპრომისებზე წასვლა გიწევს. აი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეხლა შენ იცი მე ბათუმში მომიწია დაახლოებით ერთი თვით წასვლა კიდე მიწევს და ბათუმში ჩავდივარ იქ ისეთი ადმინისტრაციული რაღაცების მოგვარება მიწევს ხან ხა დაუშვათ გორგიაში გავდივარ რაღაც ასაში რომ დაგვენგრა ვაშენებდით ხან კინის ცეხში მე ბევრი ესეთ რაღაცები რომ მოვირბინე ხალხთან უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს შესაბამისად და ადამიანები ხა ყოველგვარი ფამილარობის გარეშე გეტყვი რომ იციან რომ მეგობრობთ ეთყობა ვიდეოებიდან გამომდინარე და ხშირად მისვამენ შენზე კითხვას დაუშვათ როგორი ადამიანია როგორ წარმატებულია და ისეთ რაღაცებს აინტერესებს საზოგადოებას ანუ ის ადამიანები რომლებიც დაუშვათ მემცნობენ ძირითადად ავტომოყვარულები ხარ რა ვიცი ჩვენ გვიყურებს და შენ რა თქმა უნდა არა მარტო ავტომოყვარული კიდე ბევრი ადამიანი გიცნობს ყოველთვის მესაუბრებიან შენს და იცი რა მინდა მე ამ ადამიანებს გძრო შენი პიროვნება საქმიდან გამომდინარე არის მათთვის საინტერესო და ეხლა მე რა მინდა ნახე რომ ჩვენი ვიდეო რომ უფრო სასარგებლო გახდეს ვიღაცაებისთვის თუნდაც ის შენი თავი 18 წლის როცა იყავი ეგეთი ადამიანისთვის ან მე როცა 19 წლის ვიყავი და საქმე დავიწყე მე მინდა ეხლა შენ კამერა რომელიც შეზე მუშაობს იმ კამერას შეხედო და აი ესეთ ადამიანს აი ეს გულღიად დაელაპარაკო და ურჩიო რომ საქმეს დაიწყებს რა უნდა გააკეთოს ნებისმიერ საქმეზე ხა ჩვენ ხარ ვიცით რა საქმეს დაიწყებს შეიძლება ვიღაცას სასტუმროს გახსნა უნდა და შეიძლება ვიღაცას ელემენტარული ტრაქტორის ძღოლობა უნდადეს და საშენლო ბიზნესი უნდადეს და ვიღაცას შეიძლება მანქანების კეთება უნდადეს უბრალოდ მიეცი იმათ წარმატების მარტივი გზა აჰა გასაგებია ალბათ ეს კამერაა ხო ამ კითხვისთვის მზად არ ვიყავი და რამდენ ინტერვიუზე ყოფილ ვარ არასოდეს არავის არ დაუსვამს ასეთი კითხვა ჩემთვის ახლა გავიაზრე რა კაი მოდი მაშინ თქვათ უხეში სიმართლე. იმიტომ რომ შენც ძალიან პირდაპირ ხარ და მეც ვეთქვი შესმერე მე შენის ნებართვით ჩემად. მოკლედ. ალბათ ეს უფრო გამიზნული არის 18 წლის ბავშვებისთვის. შენ რომ ვიღაცა 40 წლის ასაკში დაიწყოს ბიზნესი რა ვიცი. არა, ხო, ნუ გასაგებია რა, მაგრამ მაინც ალბათ უფრო ახალგაზრდებისთვის ეს რჩევა ალბათ. და უმეტესი მაგ ასაკში. დასრულები თავისით გამიგებენ და მიხვდებიან რას ვამბობ, მაგრამ მოდი ახალგაზრდებისთვის რა. მოკლედ, ვინც არ უნდა იყო ახლა მანდ რა, დაახლოებით 18-20 წლის ალბათ, არ ვიცი. რასაც ახლა გეტყვი, ვერ გაიგებ. დრო დაჭირდება ამ ყველაფერს რომ გავიდეს, შენით გამოცადო და მე მიხვდები რას ვამბობდი. შეიძლება იფიქრო რომ გაიგე, მაგრამ ვერ გაიგებ, სანამ ამ ყველაფერს შენით ვერ გამოსდი. მეც ეგრე ვიყავი ზუსტად. მეგონა რომ მესმოდა, მაგრამ მე მივხვდი რომ თურმე უფრო სხვა რაღაცა ყოფილა, ოდესაც ამ რჩევას მაძლევდი რა. როდესაც რაღაცა გინდა რომ გააკეთო, აუცილებელია რომ გქონდეს მიზანი. მიზანი თუ არ გაქვს, რაც არ უნდა იმუშაო, ეს ყველაფერი არის ფუჭი. გამოვარო, ცოტა იმას აკეთებ, ცოტა იმას აკეთებ, ცოტა იმას აკეთებ და საბოლოო ჯამში არაფერს არ აკეთებ. ასე რომ ყველაფერს მიდებ-მოდებას ჯობია რომ კონცენტრირდე ერთ რაღაცაზე, ჯერ ერთზე, მერე მეორეზე, მერე მესამეზე და როდესაც რესურსი გაგიჩნდება, მხოლოდ მერე შეიძლება რომ რამდენიმე მიმართულება ერთდროულად განავითარო. ძალიან რთულია ფულის შოვნა. მე ფულის შოვნაზე არ ვამბობ თვეში 5000 ლარზე რა და ასე შემდეგ რაღაც ხელფასი არ ვამბობ. აი დიდი ფულის შოვნა ძალიან რთულია. იმიტომ რომ როდესაც მაგ ფულის საშოვნელად გახვალ გარეთ დაგხვდება ათობით ადამიანი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომ შენ მაგ ფულის შოვნაში ხელი შეგიშალოს და თვითონ იშოვნოს. ასე რომ იცოდე რომ დაგჭირდება რომ იყო ძალიან გაბედული, რისკიანი შეიძლება ხელჩართული ბრძოლა მოგიწიოს და უკან არ უნდა დაიხიო. უკან თუ დაიხევ, გადაგივა ხასიათში. ჯორდანს აქვს კარგად ეგნათქვამი, რომ ერთხელ თუ დაიხევ უკან, მერე სხვა შემთხვევაშიც დაიხევ. არავითარ შემთხვევაში უკან არ, რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ დაიხიო. შეიძლება შეცდომა დაუშვა, შეიძლება რაღაცები გადააფასო, მაგრამ უკან არ დაიხიო, არ გაჩერდე, არ დაუთმო თუ მართალი ხარ. თუ მტყუანი ხარ, ახლა არავის არ იძალოდო, ეგ არ შეგრჩება არასდროს. თუ მართალი ხარ, არ დათმო. არ შეეცადო, რომ სიტუაცია იყიდო, რომ კონფლიქტს თავი აარიდო. თუ საჭიროა, კონფლიქტშიც უნდა შეხვიდე. ეს გაბედულობა და ეს ყველაფერი საშიშია. კი ბატონო, მესმის, ვიცი, მაგრამ მიეჩვევ, ძალიან მარტივად მიჩვევადია რა. ეს არ გავს ქუჩაში ჩხუბს, ეს ბევრად სერიოზულია, ბევრად მეტი გამბედაობა ჭირდება, მაგრამ მარტივად მიჩვევადია. ერთხელი ზავ, ორჯერი ზავ, სამჯერი ზავ, მესამედ უკვე საერთოდ პრობლემა აღარ გექნება, შენი ყოველდღიურობა გახდება. პრობლემები არის შენი ყოველდღიურობა. პრობლემები არ არის ცუდი, პრობლემები არის პრობლემები და მორჩა. პრობლემებში უნდა ეძებო აზარტი და უფრო საინტერესო გახდება. სულ გექნება ვიღაცასთან რაღაცა ბრძოლა და სულ გექნება ვიღაცასთან რაღაცა შეჯიბრი. ეგ არის ჩვეულებრივი ამბავი.
ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაცა გამოხდება. ეგ ყველაფერი არის პრობლემები და ამ პრობლემებში უნდა დაინახო აზარტი. ცხოვრების მთელი ინტერესი და თავგადასავლებიც ამაში მდებარეობს რა. მდგომარეობს ბოდიში, მდგომარეობს. ასე რომ პრობლემების არ შეგეშინდეს, თუ პრობლემა იქნება, არ იფიქრო რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა, არა, ეგ არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, მაშინ როდესაც ცხოვრება აქ არის და შენ აქ გინდა რომ იცხოვრო და მაგ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. ეს ყველაფერი მარტივი არ არის. არასოდეს არ დაიჯერო რომ ვიღაცა მარტივად გამდიდრდება. მარტივად ვერავინ ვერ მდიდრდება. ეგ არის ტყუილი. ვინც მაგას გეტყვის თავს იტყუებს. მარტივად მაგას ვერ გაკეთებ. ძალიან რთულია. ძალიან ბევრი წვალება მოგიწევს და ძალიან ბევრი რაღაცის გადაყლაპვა მოგიწევს, მაგრამ ეგეც ხელოვნებაა რა. არაგერიოს დიპლომატია თავის დახრაში. ზოგჯერ შეიძლება რაღაცეები გადაყლაპო მარტო იმიტომ, რომ იდიოტია ვისთანაც მაგ რაღაცეებს ყლაპავ და შენ საქმეს იკეთებ. მაგ დროს არ იფიქრო რომ თავი დახარე რა. მაგ დროს უბრალოდ ის ადამიანი არის ან ხისთავიანი, ან იდიოტი და ეგეთებთან კომუნიკაცია და პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ეგეთ ადამიანებს დაუთმე და მე ის მიიღე რაც შენ გინდა. ეგ ცუდი არ არის. ეგეთი ადამიანები ძირითადად არიან ხოლმე ბოროტები და ცუდი ადამიანები, კარგებს ეგრე არ მოექცე. მეგობრებს ეგრე არ მოექცე არავითარ შემთხვევაში, მაგრამ იდიოტს და ბოროტ ადამიანს თუ ნახავ, ეგ პრობლემა არ არის. მან დაიფიქრო რომ თავს ყრი, მან დიფიქრე იმაზე რომ შენთვის შენ როგორც გინდა ისე გამოიყვან სიტუაციას და ეგეც არის აზარტი. ეგეც არის დიპლომატია და ეგ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ საქმის კეთებისას, თუ გინდა რომ რაღაცები კარგად გამოგივიდეს. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი რესურსების სწორად მენეჯმენტი. რაღაცა მომენტში დაგჭირდება რომ ხალხმა იფიქროს, რომ იმაზე მეტი ფული გაქვს, ვიდრე გაქვს თავიდან. მაგრამ დროულად ძალიან მალე უნდა გადაერთო იმაზე, რომ ხალხმა იფიქროს, რომ იმაზე ნაკლები გაქვს, ვიდრე გაქვს. არაფერში არ გჭირდება ზედმეტი ყურადღება. ეგეთი რაღაცეები მასას აბოროტებს და აღიზიანებს. საქმიან პარტნიორებს ყოველთვის ეცოდინება რამდენი აქვს და არ შეეცადო რომ პაკაზუხა იყო რა. არ არის საჭირო ზედმეტად ფლეში მანქანები. არ არის საჭირო რომ სესხი აიღო მანქანის საყიდლად და ვენები გადაიჭრა და მისდიო მაგას. არა, ჯობია რომ სახლი გქონდეს მოწესრიგებული და მიდიოდი და კომფორტულად იძინებდე. თუნდაც ეგ სახლი არის დიდი რაღაც ვერთა შენთვის იყოს საკმარისი, ვიდრე ის რომ მანქანებში ჩადო და ესე დიდრუ რაღაცეებში ჩადო დიდი თანხა და მე იმას დიო ხალხი რა სიტყვის შენს. არ არის მაგაში არაფერი ალყრია, მარტო თავიდან დაგჭირდება ეგ ცოტა ხანი, მე უკვე ძალიან მალე მოგიწევს რომ გადაერთო ისეთ მოუდზე, რომელსაც აი chill guy mode ქვია. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგ ზღვარს ვერ პოულობენ ხოლმე. მე გადადიან ზედმეტ ხარჯვაში და არსებობს რაღაცეები, რაც ფულს გიწერს და არსებობს რაღაცეები, რაც ფულს გაკარგვინებს. ეგეთ რაღაცეებს უნდა მიაქციო ყურადღება, აქტივები და ხარჯები. ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები, რაც უნდა გაითვალისწინო. მესმის რომ გონია რაღაცეები გაიგე, მაგრამ თუ შენით არ დაუშვებ შეცდომებს და შენით არის ამ ყველაფერს ვერ გაითავისებ, რას ნიშნავს? ალბათ ეს იქნება საუკეთესო რაღაცა, რაც ჩემ 18 წლის თავს ვეტყოდი, რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა რა. შვენიერი გაიდლაინი გაქვთ ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ისეთი ადამიანებო, რომელსაც გინდათ ბიზნესის დაწყება და საქმის კეთება. მიკამ კითხვა რომ ახალგაზრდების უზარიოს რჩება, მაგრამ რავი, ძველგაზრდები თუ გადაწყვეტ, იმათ რა არ გამოადგება თუ რა. შუახნის კრიზისის მერი ადამიანებს უფრო ემართებათ ხოლმე თუ მკითხავ ნაშოვნი ფულის არასწორად ხარჯვის პრობლემები, ვიდრე დაუშვათ ბავშვებს. ახალგაზრდებს. ჩემი მხრივ ეხა მეც მინდა ერთი-ორი სიტყვა ამაზე რომ ვთქვა, ნიკამ ძალიან კარგად ჩამოყალიბა, მე ჩემი გამოცდილება მაქვს, მე არ ვარ დიდად მორწმუნე ადამიანი, მაგრამ პრეტენზია მაქვს ნამდვილად რწმენაზე, თუ დავუშვათ თქვენ ათეისტი ბრძანდებით თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ამას კარმული პრინციპი დაარქვათ, ჩემი აზრით წარმატების ფორმულა არის უაზროდ, აი სიდებილემდე გადაზრდილი, სიდებილეში გადაზრდილი პატიოსნება. ამას სამყარო, ჩემთვის ღმერთი და ათეისტებისთვის სამყარო მაგრა დაბრუნებს უკან რო იცოდეთ რა. რაც უფრო პატიოსანი იქნებით, რაც უფრო ერთ ლოყაში რო გაგაწნიან, მეორეს შეუშვერთ, რაც უფრო ერთ ადამიანს ფულს ასესხებთ და მეორეჯერ მოვა და მეორეჯერაც ასესხებთ, მით უფრო დაგიფასებთ ამას სამყარო. ესაა ჩემი გამოცდილება და ამას გესაუბრებათ ის ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ღმერთი ორჯერ ყავს თვალით ნანახი, რო იცოდეთ და დამიჯერეთ ერთ ჩემი მე სამომავლოდ პირველ ნახვაზე გესაუბროთ კიდევაც მეორეს უბრალოდ ვერასდროს ვერ ვიტყვი, ვერ მოვყვები ამ ამბავს, დამიჯერეთ თქვენ დააბრუნეთ
გაიცით უანგარო სიკეთე, დააბრუნეთ სამყაროში ეს ენერგია და სამყაროთ და ჩემი აზრით ღმერთი ამ ყველაფერს ასმაგად თქვენ აგინაზღავრებთ. კი, აი 100% ინტეგრია, ორივე ხელით ვეთანხმები, ისეთი სისულელებისგან გამომძრავ ვარ, როცა მჭირდება, რომ ის რო არ იყოს, რომ სწორად რო ვცხოვრობ და ღმერთი მფარველობს, ეგ რო არ იყოს, მე ვერაფერი ვერ მიშველი და აქამდე 1-20 ჯერ უნდა ვიყო მკვდარი. სხვადასხვა უაზრო მიზეზების გამო რა, ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის მიფასებს ღმერთი მაგას, რომ ვიცი რომ სწორად ვიქცევი, ვიცი რომ საღამოს სახში რომ მივდივარ, არავისთვის არასწორად არაფერი არ გამიკეთებია და ეგ არის სწორი, ეგ არის ის რჩევა, რომელიც ალბათ ემაზე რა ქვია, ტორტზე ზემოდან ალუბალი იყო რა და აუცილებელი იყო. კიდე ერთი ხა ძალიან რო არ გავწელოთ ჩვენი პოდკასტით, ამ პირველია ალბათ მაყურებელი არც უნდა გადავღალოთ, რამოდენიმე მცირე შეკითხვა და ნელა უკვე კი გავალ დასასრულისკენ. რამიდა იცი, ძალიან პოპულარულია ხა YouTube და შენ უპოპულარული ხარ YouTube-ზე, TikTok-ი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან პოპულარული ხდება რა გაგვთარი უკვე ალბათ პიკში არის და თუ კიდე უფრო მეტად გახდეს მე ჩემი აზრი ვერ წდება რომ შეიძლება უფრო მეტადაც გავიდეს და თუნდაც ამ ადამიანებს მოწონთ რო უყურებენ და თვითონაც სურთ. მე მინდა ეხა შენ სხვა ვიდეოში გაქვს ნასაუბრე, მაგრამ სხვა კუთხით გვესაუბრო YouTube-ზე, ვიცი რომ შენი ჰობია, შენი შემოსავლის წყარო YouTube-ი საერთოდ არ არის. და მე მინდა შენ გვესაუბრო YouTube-ზე, რამში თუ გადგება ეს შენ საქმეში და საქმის გარდა ამ YouTube-ით რამდენად სოციალურად ახერხებ, რომ აი პასუხისმგებლობაში მე ვიცი რომ ძალიან პასუხისმგებელი ადამიანი ხარ, რომ აწვდი ამ ადამიანებს შენ აზრებს, თუნდაც იმ ჩაფარულ რაღაცებს, რომ ცხოვრების სწორი ნაბიჯები გადადგა და შენ რო გიყურებენ მაგის მერე, თუნდაც იმიტომ რომ რაღაცა ელექტრომობილი არ მოგწონდა შენ ას დაფიქსირებ, ვიღაცის გამო არ იტყვი რომ კარგი არის ეს ელექტრომობილი და იმათ არ დააჯერებ, მოკლედ იმას, რასაც შენ არ ფიქრობ, ხო? აი ეს სიმწარე, რაც შენ გაქვს, კი მეუნები რომ შენ უფრო გაქვს, მაგრამ რაც ნამდვილად შენ გაქვს, რამდენად გიშლის ხელს შენ YouTube-ის კეთებაში და ეს შენ მე საბოლოო ჯამში აისახება თუ არა შენ ბიზნესში ეს ყველაფერი. ხო. ნახე. ანუ მე რო შენ YouTube-ზე არ მომწოდე, შენ ესეთ ქარუს შეგიკეთავ თუ არა ქარუს სერვისი. აი ეს არის მოკლედ მარტივი რა ქვია კითხვა რა დავაპატარავოთ ეს შეკითხვა. ნახე, შენ რო YouTube-ზე არ მოგწონდე, ქარუს სერვისი არ შემიკვეთავ. კი ბატონო. 10-დან 8 შემთხვევაში, 2 შემთხვევაში მაინც შემიკვეთავ. როცა სხვა გზა არ მიქნა. იმიტომ რომ საჭირო სერვისია ძალიან და ძალიან საჭიროა. მაგრამ საინტერესო ფაქტი ამ ყველაფრის შესახებ ის არის, რომ ჩემი საუბარი მაყურებელთან, YouTube-ის მაყურებელთან ისეთია, რომ ქარუს მომხმარებლები ვინც არიან 99%-ს ესმის სწორად და პირიქით ძალიან პოზიტიურ გამოხმაურებას პოვებს. ჩემი მაყურებელი YouTube-ზე არის ძალიან მაღალი ასაკის. მე როგორც სპონსორებისგან ვიცი, ვისაც ხვების YouTube-ებს უნახავს, საქართველოში მყავს ყველაზე მაღალი ასაკის მაყურებელი. ეს რატო? YouTube-ის და მასასთან კომუნიკაცია ძალიან გავს მას თევზაობას. რა სატყუარას გადააგდებ, ის თევზი მოდის, ხო? კალმახი მოდის ერთ სატყუარაზე, ეს რაღაც წითელჭიაზე მაგალითად. ხო. სიტყვაზე ლოკომოდის მეორეზე და სხვადასხვა თევზზე სხვადასხვა. როგორც ეკომუნიკაციები YouTube-ის ვიდეოდან მაყურებელს, ისეთი მაყურებელი გიყურებს. მაყურებლის არჩევა არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ენაში არჩია ისეთი, ვინც გინდა რომ გიყუროს. თუ გინდა რომ გიყურონ BMW-ს მოყვარულებმა BMW-ზე ილაპარაკე, კარგი და BMW-ს მოყვარულები გიყურებენ, თუ გინდა რომ გიყუროს Mercedes-ის მოყვარულებმა Mercedes-ზე ილაპარაკე და Mercedes-ის მოყვარულები გიყურებენ, თუ გინდა რომ ბევრმა ადამიანმა გიყუროს, დადგი შოუ, რომელიც მარტივი საყურებელია და ბავშვებს მოეწონება და ნახვები გავარდება, ძალიან ბევრი ნახვა გექნება. მაგალითად ერთ-ერთ დიდ არხს ახლა რო ვთქვა, არ მინდა რა ვიცი, ხა შეიძლება ეწყოთ. დიდ არხს რო შევადარეთ ჩვენი აუდიენცია 25 წელზე უფროსი მე მყავდა 80% მაყურებლის და დიდ არხს, რომელსაც ბევრი ნახვები აქვს, ქონდა 54% 25 წელზე ნაკლები, ანუ 46% ქონდა 25 წელზე მეტი მარტო. თითქმის ორჯერ მეტი პროცენტულობა მაყურებლების მე მყავდა იმაზე, რა ქვია. დიდზე, მაგრამ მანდაც მე კიდე ჩაშლა იყო შეგინით ის, რომ ბავშვებს ვრთავენ მშობლები და მაგიტო უჩვენებს დიდს კიდე იმას და რეალურად ვისაუბრეთ და მივედით ის ნასკომდე რომ ბევრად მაღალი პროცენტულობა აქვს დაბალი მაჩვენებელი. ყველა არხს, ამ ყველა მაყურებელს აქვს თავისი ნიშა. არ ნიშნავს რომ ერთი უკეთესია მეორეზე. მაგაზე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ აი ნახვების თემაზეა ხოლმე ყოველთვის კითხვა რა, რომ
რჩევა აქვთ ხოლმე ჩემთვის ვისაც კარგი უნდა და ძალიან ვაფასებ მაგ ადამიანებს რომ ნიკა ხო გინდა რომ ბევრი ნახვა გქონდეს რა და ხალხს უნდა ეს და მიდი რა გააკეთე ეს რა და ბევრი ნახვები ექნება მაგაზე მაქვს ხოლმე ყოველთვის ასეთი პასუხი შარშან აღარ არის 2023-ში Toyota-მ გაყიდა 10.5 მილიონი მანქანა Ferrari-მ გაყიდა 12,000 მანქანა შენ რომლის მომხმარებელი გირჩევნია რომ იყო და მე ხო ოკეი მანდ რჩება ხოლმე ეგ საუბარი რა არსებობს მასობრივი პროდუქტები და არსებობს ნიშური პროდუქტები მე ვარ ნიშური პროდუქტი YouTube-ზე რა მაგრამ ეს ნიშური პროდუქტი იდეალურად ერგება ჩემს მომხმარებელს ქუჩაში რომ გავდივარ და ხალხისო ხვდები 90% ვინც მესამება არის ზრდასრული ადამიანი და ყველას უყვირს ხოლმე რომ ზრდასრული ადამიანები უფრო მესამებიან ხოლმე და შემოდიან კომუნიკაციაში ვიდრე ბავშვები იმიტომ რომ ზოგადად YouTube-ი და ეგ სოციალები ბავშვების არის იციან რა ეგ არის იდეალური მაჩვენებელი იმისა რომ ჩემთვის სწორია რა მიგე ასე რომ მე უფრო მეხმარება YouTube-ი ეხლა ბიზნესის კეთებაში ვიდრე ხელს მიშლის იმიტომ რომ მე როგორც ვლაპარაკობ ჩემს მომხმარებელს ეგ საუბარი მოწოს და მისაღებია მისთვის რა იმიტომ რომ იცის რომ სიმართლეს ვეუბნები არსებობს ისეთი მიდგომაც კი ბატონო YouTube-ში სადაც რაღაცეები უნდა გააკეთო იმისთვის რომ ხალხმა დაგინახოს როგორი ხარ სინამდვილეში მე თავიდან ეგ შეცდომა დავუშვი პირდაპირ გამოდიოდი და ვლაპარაკობდი და არ მივაქციე ყურადღებას რომ ხალხისთვის მეჩვენებინა მე როგორი ვარ ვთვლიდი რომ მე რომ ხალხს ვაჩვენო აი ძალიან ბევრ დახმარებას უწევ ხოლმე სხვადასხვა დახმარებებს მაგრამ ამაზე არ ვყვები რა მაგაზე თავიდან საერთოდ არ ვაკეთებდი და კრედიტს არ ვიღებდი მაგაზე ჩუმად ვაკეთებდი მე ხალხი გამოვიდა და რაც მე გამიკეთებია და რო არ იცოდნენ რომ იმაში მონაწილეობა მქონდა იმის გამო გაულანძღი ვარ და მან მივხვდი რომ ჩემი მეგობრისთვის ერთ-ერთისთვის უნდა დამეჯერებინა რომ მეუბნებოდო რომ ნიკა რასაც გააკეთებ კრედიტი მაგაზე უნდა აიღო რომ დაეხმარები ვიღაცას უნდა დაიჭირო ვიდეო და გადაიღო რომ ხალხმა ნახოს თორე იფიქრებენ რომ ის ვიღაცას ჭირდებოდა დახმარება და ფიქრობ მე პირველი შენახსენები რომ რატო არ ეხმარები ბლად არა და ბევრი ისეთი რაღაცა რომელიც ხალხმა იცის რომ გაკეთდა რაღაცეები სინამდვილეში ჩემი გაკეთებულია მაგრამ ხალხმა არ იცის ამის შესახებ რა ან ყოველ შემთხვევაში ჩემი დაწყებული მაინც არის ეგ ხო და ეგეთი კრედიტები უნდა აიღო შეიძლება პოპულისტურ ქცევად მოგეჩვენოს მაგრამ ეგ იმისთვის კი არ არის რომ პოპულისტური ქცევა იყოს იმისთვის არის რომ ხალხს არასწორი წარმოდგენა არ შეექმნას შენზე აი მაგალითად იმ ბიჭს რო ვაჩუქე კურიერს მოპედი და რო გადავიღე რა ძალიან კარგი ვქენი რომ გადავიღე არ მინდოდა გადაღება მაგრამ ძალიან მე ეს ჩემო მეგობრებმა ამიხსნეს რატომ უნდა გადამეღო და მე გადავიღე სამაგალითოც ხო არის რომ სხვა არის კი მაგრამ კომპლექსი მქონდა და მე მივხვდი რომ თურმე ჩემშია პრობლემა რომ კომპლექსი მაქვს სწორად არასწორად ვიზრდებოდი ბავშვობიდან გვეუბნებოდი რომ კაი საქმე უნდა აკეთო და არ უნდა თქო პირიქით კაი საქმეს თუ აკეთებ თქვი ხალხი პროჭობას აკეთებს და იმას ამბობს და შენ კაი საქმეს თუ აკეთებ მეც მაგამ გეთანხმება მაგას და ნეტა მასე გადამიღო ყველაფერი რაც გამიკეთებია ნეტა მასე გადამიღო ბევრად მარტივი იქნებოდა ჩემთვის YouTube-ზე მოღვაწეობა მაგრამ არა უშავს ცოტა გვიან ვისწავლე და მე ამოვქაჩე რა კი ბატონო ეგ არის ხო და ამიტომ რავი მაგაზე პასუხი ისაა რომ ამ შემთხვევაში მეხმარება ალბათ pro YouTube ხო და თქვენ ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო პოტენციურ იუთუბერებო ან დაუშვათ ინფლუენსერებო აგერ ადამიანი ამბობს რომ რასაც ფიქრობს იმას აკეთებს პატიოსანი შრომით პატიოსანი YouTube-ის კეთებით და შედეგს აღწევს და სულაც არ არის საჭირო თქვა უგემურ ბურბურშელაზე რომ გემრიელია რომ ფული იშო შეგიძლია თქვა რომ უგემურია სამაგიეროდ უფრო გემრიელს რომ მოგიტანენ და გასპონსორებენ შესაბამისად გემრიელზე ეთქვა გემრიელზე ფულს მაინც იშოვდა მე ესე მგონია კიდე გონია ძალიან მნიშვნელოვანია რომ სულ რაღაცეების სპონსორობაზე უნდა თქვა უარი აი რას გულისხმობ იცი აი მაგალითად ლიზინგი ერთ-ერთი ლიზინგს ქონდა ეგეთი ძალიან იმენაი მაგდენი ფული არასოდეს არავის არ შემოუთავაზებია ჩემთვის რამდენიმე ლიზინგს უთხარი ვარ მაგრამ ერთი იყო განსაკუთრებით იმენა მე რო ფულს ვეძახი რომ მეთქი ფულია, კაროჩე რომ YouTube-ზე რო არ იხდება ხოლმე ეგეთი ფული, მეთქი YouTube-ზე ამდენ ფულს რატო იხდით? ფულს კაროჩე რაღაც ისე გვაქვს, პროექტი გვაქვს, უნდა ჩაუშვათო და გადავიხდითო რა. უარის მიზეზი? ბჭოი, ისეთი საშინელი პირობები იყო ლიზინგისთვის. მომხმარებლებისთვის რა. ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ ლიზინგია რა, ტიპა შეიძლება იფიქროს, რომ ოკეი, ლიზინგია რა შავდება, მაგრამ იმას გაედებოდა, ყველას ის სესხები ხალხს გაედებოდა. არის რაღაცები, რაზეც უარი მithქვამს ხო იმ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგეთ რაღაცებზე ჯობია რომ უარი თქვა.
მე ვერ გეტყვით რომ ვინმე დაგიფასებს და მაგის გამო მეტი ნახვა გექნება და რაღაცა, არა, ეგეთი რაღაც არ მოხდება, მაგრამ ისევე იმიტომ არა გაშენებს ეგ ფული რა. აქ ფულით ვერ გამდიდრდები, კაროჩე, ეგეც არის ფიქრო. თუ ეგ იქნება ვინმესთვის შემასტენელი, რომ აი ამას ვერ გამდიდრდები. და საქართველოში საერთოდ YouTube-ით ვერ გამდიდრდები, არ არის ეგ სიმდიდრე რა. ეხლა ჩვენ გამომწერმა Instagram-ზე მოგწერა, ღვინის თემაში ღვინო რო გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდოს ამბავია, ცეკლას რო გაყიდე, ერთი უკეთეს რას ყიდულობს ძალიან მაინტერესებს. ანუ არ გაყიდოს თემა არის რა. ბიჭო, ნახე თემა რაშია. მე არასოდეს ეგეთ შეცდომას აღარ დავუშვებ მანქანაზე. ჩემი C-კლასი იმდენად მივეჯაჭვე ჩემ C-კლასს რა. რაღაცნაირი რაღაც ხო არის რომ არსებობს ხასიათის ნივთები, ხასიათის ადამიანები, რომლებიც ყველასგან განსხვავდებიან. იმდენად მივეჯაჭვე რომ 3 წლის მანძილზე გაყიდვაც არ მიფიქრია. რომ არ მინდოდ, ანუ პირველად ვიგძენი ნივთის ქონის დროს ეგეთი რაღაცა რომ უკეთესი თუ არსებობდა სადმე რამე არ მაინტერესებდა. მაგრამ მე რომ გადავხედე რა მანქანაზე ახლა რა ფასის მინდოს გასაკიდად, ორჯერ მეტს მაძლევდნენ და უარი ვუთხარი. მახსოვს ეგ ამბავი პირადი საუბრებით. კი, ორჯერ მეტს მაძლევდნენ და უარი ვუთხარი. იდიოტობა გავაკეთე. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ადამიანი ნივთებს არ უნდა მიეჯაჭო. ადამიანი შეიძლება მიეჯაჭო ადამიანებს, ცხოველს, ძაღლს, ხო ხვდები? რაღაც სულიერ არსებას, მაგრამ ნივთს არ უნდა მიეჯაჭო. რაც არ უნდა იყოს, არის საბოლოო ჯამში ნივთი. იმაზე მიჯაჭვა არ შეიძლება. ხო და არა, დრო მოვიდა რომ 3 წელი მანქანა არ უნდა ყავდეს ეგრე, დრო მოვიდა რომ უნდა მე მანქანას 1 წელზე მეც აღარ გავიჩერებ, სანამ იმდენ ფულს არ ვიშოვი რომ ფეხებზე მეკიდება 20 მანქანა მეყოლება თუ 21 ყოველდღიურად სასიარულოდ რა. მე შეიძლება მანქანა იმდენი ხანი მყავდეს რომ საერთოდ დამოვიწყდეს რომ მყავს, მაგრამ არ შეიძლება. ნივთზე მიჯაჭვა არ შეიძლება. შენი პასუხიდან გამომდინარე, სადღაც ეთანხმები ხა ამ ჩვენ გამომწერს, რომ შეიძლება არსებობდეს დიდი შანსი, რომ ვერ იყიდო ვერასდროს ისეთი მანქანა, რომელიც ეგეთ ემოციას მოგიტანს. რასაც ახლა მე ვყიდულობდი, მაშინ პირდაპირ ვიტყვი და ექსკლუზივს მოგცემ, მაგერ ყველას ეგ გაინტერესებდა, რას ყიდულობდი. GLC 63-ს ყიდულობდი, რომელიც იყო უდაბლესი გარბენით, ცენტრის მანქანა, ძალიან მაგარი და რამე SUV მინდოდა. და SUV რომ მინდოდა, მეთქი რა ვიყიდო და ეს ძალიან მომწონდა ეს და მეთქი მაგას ვიყიდი თქო. მაგრამ მე პატრონემ აღარ გაყიდა რა, უბრალოდ ეგ იყო. GLC 63, მართლა მაგარი მანქანაა, ძალიან მევასება. და ისეთია რა, SUV-ებში მევასება თორე ახლა საერთოდ არის ჩემი გერმანების SUV ზოგადად. მაგრამ პროსტა SUV რომ მინდოდა, არასოდეს არ მყოლია და მეთქი მოდი SUV ვიყიდო. მაგოჩი. ამას ვერ ჯობია. აქედან რო ვთქვათ. ან სისულელე ვერ ჯობი, ჯობნით ვერ ჯობია. უბრალოდ მოვიდა რა დრო რომ დავამთავრო რა, რაღაცა ხო უნდა მორჩეს. ხო, რა თქმა უნდა, დამთავრდა ეს ეტაპი. ასე რომ ერთი 50 კომენტარი მაინც დაიწერა იმაზე რომ რა მანქანა მარტო YouTube-ზე და GLC 63 იყო ახალი, რომელსაც ვყიდულობდი და მე რო აღარ გაყიდა მარტო ის GLC მომწონს, მე მეტი GLC სხვა არ მომწონს, იმიტომ რომ იმას აქვს ის საჭე, ის სავარძლები, ის ყველაფერი, რომელიც ის და მე მაგიტო იმსკენი რა ქვია. გადავიფიქრე საერთოდ სხვათა შორის ჩავთოთ რეკლამა და საჭე პრობლემა არ არის, ნებისმიერ საჭეს დაგიყენეთ 63-იან GLC-ზე, AMG-ზე. შენ კი, სხვათა შორის რაც გაგეხარდეს დაგიყენეს იმ საჭეს. სავარძლებსაც ვიშოვით, მაგრამ ნუ ეგ ჩვენი პროფილი არა, მაგრამ საჭეს ნებისმიერს დაგიყენებთ, გაგიმართავთ ოფიციალური პროგრამით და ასე შემდეგ. ბიჭო, კი, მაგაში მართალი ხარ. ასე რომ თუ კიდე სადმე ვნახავ მაშინ რაიმე ცენტრის GLC-ს დაურტყველს, დაუმტრეველს, ნასწორები რო არ არის, მე ნასწორები მანქანები არ მიყვარს, ღმერთით ახლა არის იმის საშუალება რომ ნასწორები მანქანა დავიარო, ვინც დადის კი არ ვაძაგებ, მაგრამ თუ ვნახავ, აუცილებლად დავიკიდებ ფეხებზე სხვა საჭე თუ იდგება და მოგიყვა და შევცვლი საჭეს, მაგას ვპირდები მაშინ. კიდე ერთი მანქანა მითხარი ხა, რომელსაც დაუშვათ არასდროს არ იყოლებთ. არც ეს სიტუაციაში, ხო? Volkswagen-ს. CC-ს. შენ საერთოდ CC თავის კარგად. CC-ს არ ვიყოლებდი არასდროს. და კიდე ამიღწერე შენი გადმოსახედიდან ადამიანი ჩვენ ხელა, ნუ 25-დან 40 წლამდე, რომელსაც ყავს ახალი Toyota RAV4 ჰიბრიდი. ბიჭო, ჩემი აზრით ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანი. ნახეთ ევარაშია. რომ მოითავებ აი ამ ყველაფერს. ერთ დღესაც რატო გადავწყვიტე რომ ეხლა ვაპირებ რომ გადავიდე საოჯახო ის რადგან GLC-ის არ მე რომელიც მინდოდა ის არ გამოვიდა გადავწყვიტე რომ გადავიდე ძალიან სასაცილო მანქანაზე წინასწარ არ ვიძახი ყველას გაეცინება რომ დამინახავს მაგ მანქანით და რატო
ჩემ ავტოპარკს რო გადავხედე, რაც მყავს. სპორტული მანქანა თუ მინდა აგერდგას დაცვი. გამოვალ დავქოქავ ვივლი სპორტულად რა. ასე სპორტულად დაცვით რო დავდივარ Mercedes-დან, ვერაფრით ვერ ვივლი. იმიტომ რომ ვაფშე სხვა ისა არის უკვე. რამე ისეთი თუ მინდა რომლითაც რაღაცაი კლასიკურ ემოციას ლინკოლს აგერ შენაკეთებ, ხო ხტები რომ მორჩები, მე ვივლი რა. მაგითი. მოტო თუ მინდა, მოტოთი ვივლი რა და ბიჭო, ყოველდღიურობაში ყველაზე კარგი მანქანა არის ის, რომელიც ფეხებზე გკიდია. გამიგე? აი ეს საჭესრო ესე მოკიდა და აი ესე რო ატარებ რა, აი ესე რო ატარებ. აი Mercedes-ი როგორ ვაიმე დისკი არ მოვდო, ხო, დისკი არ მოვდო, ის არ მოვდო. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გემრიელად რა მანქანაც მიხმარია, იყო Camry. 2013 წლიანი Camry მყავდა. აუ, მე რო ეგ მანქანა გემრიელად ვიხმარე, მასე აი იატაკს მოდევს. ოხუი, კაცო, ვოდე. დისკი გაფუჭდება ბორდიულ ფეხებზე კიდე. მოხსენი გადააგდი, ახალი დააყენე. საბურავია, არ ფუჭდება. ახლა მაგალითად რა, ჩემი მანქანისთვის კოლექტორი კი გააკეთა ძმაკაცმა, მაგრამ მაინც მეორე კოლექტორი ვიპოვე კახეთში. ერთი დღე უნდა დავხარჯო, უნდა ჩავიდე ის კოლექტორი ვიყიდო, მე სიკვდილება. ჩემთვის ერთი დღის დახარჯვა, ეგეც სისულელეზე არის, სიკვდილი არ მინდა, მაგრამ ჩემ გარდა მაგ კოლექტორს ისე ვერავინ ვერ შემოწმებს, მე როგორც მინდა რომ შევამოწმო რა. გამიგე? მე უნდა ჩავიდე. ავტოასისტენტს ახლა ვერ ვთქო მაგას, ვერ ვთქვი წადითქო რა, ფულიც რო გადავხადო. ხო, მაგრამ ის მანქანა რა ემოციებიც მოაქვს შეთვის იმსახურებს იმ ერთ დღეს, რომელიც ძალიან მაგას იმსახურებს კი, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ერთი დღე წაიღო რა. ეგრე. ძალიან ბევრი ერთი დღე არ მინდა, არ არის რა. საყვარელი ქალებიც არის. ხო, ცხოვრება არის შეზღუდული. ცხოვრება არის შეზღუდული რა. რაღაცა მიზნები გაქვს ადამიანის ცხოვრებაში, რომელიცაც გინდა რომ მიაღწიოს. ჩემ მიზნებში საერთოდ არ ჯდება მანქანის კეთება. ვაფშე ახლოსაც კი არ არის. ხო, რა თქმა უნდა. თელი ერთ დღესაც ცხოვრების კრედო გაქვს, რომ სხვა მაკეთოს მანქანა, რა თქმა უნდა და შენ დღესაც შეიძლება სახლში მქონდეს გარაჟი, სადაც შევაგდებ და რაღაცას მოხსნე და დავაყენებ მანქანაზე, მაგრამ ჯერჯერობით საერთოდ არ ჯდება რა ჩემ ცხოვრებაში ეგ. მე მახსოვს შენთან ერთი დიალოგი, რაღაც მანქანის გაკეთებაზე იყო, ერთად გავაკეთოთ თუ დავშოთ გააკეთეთქო და მიუყურებ ეს და შენ ვიცი ვის ელაპარაკები, არ იცი ვის რა იყო მეთქი და ადამიანი ვარ, რომელმაც შევქმენიო, რომ სხვა შენ თვითონ არ გიწევდეს მანქანის კეთება და სადღაცა რომ იმადრე ხა მანქანა რო გავაკეთო, რა უთხრა ხალხს გამაგებინე. არა, ბიჭო, ეს ის ანუ არა. მე მივხვდი რომ ვის თავაზობდი მეთქი ამას მართლა, ხო სრულ ჭკუაზე. არა, ჩემგან აი ძალიან შორს არის მანქანის კეთება, იმდენად მე ზიზღება ეგ თემა. ბიჭო, კი, რაღაც მომენტში ვერთობი, მაგრამ მე ბიჭო, არ უმთავრდება ეგ პრობლემები. შენ ხორგონი მანქანას მარტივად გააკეთებ საპროექტო მანქანას რა. რა, ვინ იცის ჩემზე კარგად როგორ კეთება საპროექტო მანქანა. კი, აი მიდის და მაგდენი აღარ გიღირს, მე ფიქრობ რამდენს გააკე, რამდენ საინტერესო რაღაცას გამოაკელდი, რამდენი ფული დახარჯე და ეგ ფული შეგეძლო სხვა რაღაცეებში დაგეხარჯა, არ მინდა რა, არ მინდა. საპროექტო მანქანაში მე ისეთი გამოცდილება მქონია, ხო არის რომ დაუშვათ შენ მოგიყვანეს მანქანა საპროექტოდ მიდი გააკეთე, მე ბიუჯეტს ის ხელს უჭერ. მე მყავდა მომხარე, რომელიც ბიუჯეტი არ აინტერესებდა, ვიხდი გეუნება. და უკვე იჭედები ხედა, აი თელ სოფლიოში რო გიწევს რაღაცეების ზებნა, იმიტომ რომ ფული პრობლემა არ არის და მაინც რო ვერ აკეთებ ისეც როგორიც უნდა, აი უკვე შენი პროფესიული შეურაცხყოფა, აი შენი თავის გწხვენია. ეგ რომ კაცმა არ ფუ რაც თავარია, მანქანა მოგიყვანა, ფული დაგიდო, დაგიყარა. თუ ვერ აკეთებ ისი ბრალია. მაგაზე სხვათა შორის მე შენთვის ნათქვამი მაგ და კიდე მაგაზრზე ვარ. შენ თუ ეგეთ სერვისს გააკეთებ, ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელისთვისაც ფულს ლიმიტი არ აქვს, როდესაც მანქანის რესტავრაციას ეხება საქმე. ბევრი ადამიანი, მე პირადად ვიცნობ ერთი 30 კაცს მაინც მინიმუმ, და 30 ძალიან ბევრია ეგეთი რაღაცისთვის, 30 კაცს მაინც ვიცნობ მინიმუმ, რომელიც მზად არის, რომ ნებისმიერი თანხაში იგულისხმება, რომ შეიძლება მილიონიც კი დახარჯოს იმაში, რომ რაღაცა კონკრეტული მანქანა იყოს ისეთი, როგორც თვითონ უნდა რომ იყოს. ხო და პროსტა ძალიან მე საქართველოში მე აწყდები ხელობის პრობლემას. ვერ აკეთებენ. ანუ ამერიკაში სიტყვაზე რომ აი ევროპაში რომ მიიყვან და ტიპი გაყვება ბიჭო და აი იცი როგორ რაღაცას გეტყვის აი შე რო ვერასოდეს ვერ შეამჩნევდი მაგაზიებს ნახე გახედეო გეტყვის აი ეს რო არისო ესე არ უნდა იყოსო აი ესე უნდა იყოსო და მე აქ ის არ არის რა არ არის ვერ იზეო და მან ბოლოს მანდიჭედები უკვე ულიმიტო ფულიც რომ მოგცენ საქართველოში ბოლოს უკვე პროფესიონალიზმში იჭედები რა მე მინახავს ისეთი ხალხი წარმოიდგინე რომელმაც თანხა იშოვეს და ამ ადამიანის უმეტესობა არის ჭკვიანი სულელი ფულს ვერ იშოვეს
და არიან ძალიან ჩვენ ხო ხა დეტეილერები ვართ და დეტალ დავსდევთ. ისინი ჩვენზე კიდე უფრო გაგიჟებული ხალხი არის. ადამიანს ჩემთვის მოუყვანია მანქანა ტყავის რესტავრაციის სერვისზე და მე ვარ პროფესიონალი ტყავის რესტავრატორი. მე თვითონ ვისწავლე, დიპლომირებული რესტავრატორი ვარ და დღესაც ჩვენთან აკადემიაში მე ვასწავლე ხალხს რესტავრაციას. შეიძლება ხა 5 წელი ვიც პრაქტიკა ჩემს ზოგადად გააკეთოს, მაგრამ თვალი ხო უნდა ხვდებოდეს რომ რესტავრატორი რო ხარ. მომიყვანა ადამიანმა მანქანა ტყავის რესტავრაციაზე, მეუნება რომ სკამია სარესტავრაციო ვუყურებ იქ და ვერ ხედავ რა არის სარესტავრაციო. რა ხელა სირცხვილეს ჩემ წარმოგიდგენია? იყო მართლა სარესტავრაციო. იყო მართლა სარესტავრაციო. ხო, კი, არიან ეგეთებიც. ხო, ხდები, ჩემზე მეტი რომ იცის და ჩემზე მეტად რომ უნდა იმის გაკეთება, წარმოიდგინე. მე ყოველ ის ფულს იხდის შენ დაუშვათ. ეგ არის გამოცდილებიდან მოდის. რაღაცა ეგეც რო იმას ვსო სანდრო არის მაგალითად ეგეთი ტიპი ფუზა რა, ეგეთი ტიპი. რაღაცა ისეც რო გავაკეთებ, რომელიც არის high-end პროდუქტი. აი სერვისი მაგალითად რომ გაგაკეთება რაღაც პროდუქტი. თუ მინდა რომ შევამოწმო ხარისხი, მივდივარ ვაჩვენებ ხოლმე. შანსი არ არის სადმე რაღაცა ხაია იყოს და იმან არ შეამჩნიოს. და ყველაზე გადაუგარა არის ეს ხომოვა წყარა ეს. გახედოს მე უყურებ და არაფერი უნაკლოა რა ვხედავ რა კარჩე ეს. ესე გახედოს. ეს ვინ გაგიკეთა? გეტყვის. მეც არაფერს არ გეტყვის. ხო და შო დაგანახებ შეცდომას რა. შანსი არ არის არ შეამჩნიოს. ეგ არის ალბათ ჩემი აზრით, ოდესაც ეგეთ სერვისებს ხშირად იღებ, მე უკვე იწყებ შემჩნევას. ან თვალია ადამიანის არ ვიცი, მაგრამ რაღაცას რო იმას ვიზო, მაგას ვაჩვენებ ხოლმე და ეგრევე მეუბნება, აი, კაი პროდუქტის ყიდვა რომ მინდა, მაგას ეგრევე მეუბნება, იქ რა არ არის ისე როგორც უნდა იყოს რა. და ეგეთი ადამიანებს, რომელსაც აქვთ საშუალება, ეგეთი თვალიც აქვთ ხოლმე რა და ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გჭირდება, რომ ეკმაყოფილი დატოვო რა. და ეგეთ ადამიანებს სხვათა შორის არ უყვართ საყვედურის თქმა. უმეტესად. იშვიათი. საყვედურს კი არ გეტყვის ეგეთი ადამიანი. პროსტა გამოვა, გააკეთე ფულს გადაიხდის, ერთს გეტყვის თუ რაღაცა არ მოეწონა. თუ კიდე ისე არ გააკეთე როგორც იმას უნდოდა, წავა და აღარასოდეს შენთან აღარ მოვა რა. კი ბატონო, რეკომენდაციის სახით უფრო ტოვებს იმას, კიდე ერთ ჩანს მოგცემ, ვერ გააკეთებ და კარგად եղა. არასოდეს აი ჩხუბს არ დაგიწყებს ეგეთი ადამიანი. მართლა დიდი ფული ვისაც აქვს რა, ჩხუბს არ დაგიწყებს, ტლიკინს არ დაგიწყებს. ორი ხელი გეთახმენ ნანახი მყავს ეგ ხალხი მილიონთან და ესეც გამოგადგებათ კიდე ვისაც დაუშვათ გინდათ სერვისში ფეხი შედგა და მოღვაწეობა დაიწყოთ, არიან რა თქმა უნდა ისეთი გამოყენებული ხალხიც, რომელიც ტვინში გიჭამენ, იშვიათად, მაგრამ ძირითადად ვისაც ფული ნაშოვნი აქვს, იმათვე საკუთარი ნერვები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შენი გაუკეთებელი საქმე რა. ფულსაც გადაგიხდიან, დებილო $100-ს გაჩუქებენ ხშირად ზემოდან, მაგრამ ვეღარასდროს ვეღარ ნახავ თვალი თქვენ სერვისში. ამიტომ ფულიან ხალხთან თუ გაქვს ურთიერთობა, არ უნდა შეგეშალოს. აი არ უნდა შეიძლება შეგეშალოს, მაგრამ არ უნდა ჩაიჭრა რა, კაროჩე რა. პირადი პრაქტიკიდან კიდე გეტყვით, ნახეთ, არ უნდა შეგეშალოს, იმათმაც კარგად იციან რომ ადამიანები ვართ, არ უნდა შეგეშალოს ერთ და იგივე ბევრჯერ. ხო. მე შეიძლება ბევრი შანსი არ მოგცენ. მე მესამეჯერ არ უნდა შეგეშალოს, ერთხელ შეგეშალა, გითხრა, გამიკეთე, მეორე შანსი მოგცა. კიდე შეგეშალა შეიძლება დაგნებდნენ რა, აღარ შემოვიდნენ შენ. კი, ეგ გულისხმობს. და მე ბევრი ვიდეოც მაქვს დადებული ჩემ საკუთარ შეცდომებზე, ჩვენ YouTube არხზე. ჩემი ყველაზე აქტიური კომაგი ხარ, როგორც ბიზნესის განვითარების კუთხით, არის ადამიანი, სახელად არ დავასახელებ, რომლის G-კლასით ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ საახალწლოდ გადავაკარით და რომ მოვიდა მითხრა რომ ლაშა ამ G-კლასში მე ფული არ დამინანებია, ვეძებდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვიშოვე ის რაც მინდოდა, წლების განმავლობაში ფული მქონდა, მაგრამ მანქანას ვერ პავლოდი, ვიპოვე და შენ რა უკენი გააფუჭე. წარმოიდგინე, მაგრამ დღეს არის ჩემი კომაგი, იმიტომ რომ რაც გაუფუჭე, ყველაფერი გაუკეთე. ხო და ეგეთმა ადამიანმა იცი რა არის ძალიან საინტერესო, ძალიან სწორს ამბობ, რომ როდესაც მაგ ადამიანი მაგდონის ფულს შოულობს, იმას თვითონ ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და სხვების მიმართაც უფრო მიმტევებელია ხოლმე ძირითადად რა. და რატო დაგვიმეგობრდა? იმიტომ რომ დაინახა რომ მთელი გული და სულით ჯერმე იმისკენ ვიყავე. იმისკენ ვიყავი და არა ჩემი კომპანიისკენ. ჩემი თანამშრომლები რო იძახდნენ ეს კლიაუზნიკია, სხვანაირად არ გამოდიოდა. თან ეხა რომ G-კლას ხო იცი როგორი ფორმები აქვს ეხა და შენ თუ გამოიყვანე დაუშვათ მარჯვენა უკანა ფრთა ნორმალური და მარცხენა ფრთაზე არ არის კარგად გამოსული, ვერეუნები რომ იცი რა არის, ნახე არ გამოდის, იმიტომ რომ მარჯვენა იდეალური გაკეთებული. აი ზუსტად მაგას გეუბნები, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც, რომ ეგ არის კიდე ერთი დიდი პრობლემა. მენეჯერები რატომღაც ყოველთვის უფრო კომპანიის მხარეს არიან ხოლმე და დამფუძნებლები კლიენტის მხარეს რა მე რასაც ხვდები იმაში პრაქტიკაში და აი რაღაც მენეჯერი დააბრალებენ ბიჭოთ კლიენტს ტყუილს რაღაცა ესე თქვა ისე თქვა რაღაც სხვანაირად და იმას მე იმის ახსნა მიწევს ხოლმე რა ზოგჯერ რომ ის კლიენტი რომ მოდის იმ კლიენტმა
იმპულის შონაში დახარჯა ნერვები, ფულს გვიხდის, ბიჭო. ანუ ის ტიპი გვაძლევს იმას, რისთვისაც ბევრი ნერვები დახარჯა. იმას რანაირად უნდა მიუდგე ესე კლეოზნიკურად, რომ აი ხო არ მიმაშვები რაღაც. კი, ბევრი აფერისტია, კი ბატონო, არის ეგრე. მაგრამ ყველანაირად პირველ რიგში ჯერ უნდა შეეცადო კლიენტს გაუგო, მისკენ იყო, თუ შეატყერო უმადური და ეს არის კლეოზნიკია, მე უნდა მოიშორო რა. ეგ პრობლემაა, რომ ყოველთვის კი, რომ აი ყოველთვის არა, ბოდიში ცუდი სიტყვა თქვი ძალიან, ყოველთვის არა. მე ხო ყავს მენეჯერები, რომელთაც აი ძალიან მაგრა იმაშვებიან. ყველაფერს საკაიფოდ არაგებენ, მაგრამ მაინც მენეჯერების უმეტესობა ყოველთვის არის ხოლმე კლიენტის წინააღმდეგ. არა და მისი საქმეა, რომ კლიენტის მხარეს იყოს. მისი საქმეა. მაგრამ ეგრეა ხოლმე. ჩვენ რახან ეხა დავუშვით თუ 1000-დან ერთი არის ეგეთი ადამიანი, ჩვენთან 1000 მომხმარებელი 3 წელიწადში თუ მოიყრის თავს, ასე რომ ძალიან იშვიათად ხვდებით ეგეთ ადამიანებს და არ გვაქვს და ვისაც ეხა დღეში 1000 მომხმარებელი ყავს, იმას რა თქმა უნდა ყოველ დღე იქნება ეგეთი საქმე. კი, აი მაგას რომ მასობრივად ნაკლებად გამოცდილებად. ძირითადად ჩვენთან პრობლემა რო არის მართლია კლიენტი, ოღონდ კლიენტი მართალია რა შემთხვევაში. პირველი მართალია, იმიტომ რომ მართალია და მეორე მართალია, იმიტომ რომ არასწორი მოლოდინის შეუქმენი სხვა რაღაცას ელოდებოდა და სხვა რაღაცა მიიღო. მაგრამ ეს ხო შენი ბრალია, მანქანა რომ მიიღე, წინასწარ უნდა უთხრა ადამიანს რას გაუკეთებ ამ მანქანას, ხო? შენ თუ არასწორ მოლოდინს შეუქმნი, ხა მაგალითად ეხა ამ კონკრეტული პრობლემის მე რაც ჩვენთან გელენდვაგენებზე რამოდენიმეჯერ წარმოიჭრა, გელენდვაგენს ფირი რო გადააკრა, უნდა დაშალო და ქარხნულ გელენდვაგენს არ აქვს წესიერი ზაზორი, დავიწყოთ აქედან. თუ არა უხსნი ამ მომხმარებელს, რომ ნახე შენ მანქანა ზაზორი, ქარხნიდან არ გამოყვანდა, შენ ვერ გაასწორებ იმას. ჩვენ როგორ ვენებთ ეხა მომხმარებელს გამოცდილებდნენ გამოდერებ, მოდი დამადექი თავზე როგორ ზაზორსაც გინდა, ისეც გაგატა. ხო ხდება, იმიტომ რომ შენ რო დამაზაზორებინებ მანქანას, მე მაინც უპოვ იმას შეცდომას მაგალითად, მაგრამ შენ ვარ ესეთი მოგწონს და მორჩა. მეორე ვარიანტი, გელენდვაგენს დაძდევს კანტი მთლიანად ესე წრეზე, ხო იცი, სწორი კანტები. ეს კანტები ქახნულად ვეძრება ხოლმე, იწევა და რაღაცები. შენ რო ამ კანტს ხსნი რომ ფირი დააკრა, მე ორმაგის სკოჩის დაკვრის მომენტში იმ ორმაგის სკოჩს ჭირდება სპეციალური ცოდნა. ხო ვიურჩი, რატო იყიდება 4 სხვადასხვა სახეობის ორმაგის სკოჩი, ხო? 4-ვე რო ეგ საქმეს აკეთებ და ერთი იქნებოდა, ხო ასე? და სპეციალური ცოდნა რო ჭირდება, ვინ უკვირდება ხო ორმაგის სკოჩს, რა ცოდნა უნდა გაწმინდე ეს დეტალი, არ წმინდა მე ხოლმე, მაგრამ კაი დაუშვათ გაწმინდე ეს დეტალი, გაუცხიმოვნება გაუკეთე, მანქანის ძარაც კარგად გაწმინდა, დაადე სკოჩი, მიაკარი და მორჩა. მაგრამ ესე არ არის, უნდა იცოდე ის სკოჩი როგორც მუშაობს, მოკლედ და იმ პირველმა ადამიანმა ჩვენ რო საქმე ვერ გაუკეთეთ, ხო? მე ამ ორმაგის სკოჩზე რომ მოვიდა საქმე და ეს კანტი რო აუწოდა უკმაყოფილო იყო. მოვიდა მე და გვასწავლა, თვითონ ისწავლა, შეისწავლა რომ ორმაგის სკოჩი რო ჩვენ ყველაზე ძვირიანი დავაყენე, ეგრე არ არის. იმ ბიურში ყველაზე ძვირიანი ორმაგის სკოჩს ჭირდება დაუშვათ რეაქციაში მოსასვლელად გაცხელება, ხოლო მეორე სკოჩს გაცხელება არ ჭირდება. ან ეს გაგეცხელებიაო, ან ის გეხმარო ამ კაცმა გვითხრა, ხო? წავედით ჩვენ ვისწავლეთ, ვიყიდეთ შესაბამისად, რომელსაც გაცხელება არ უნდა, ან თუ ის გვაქვს ვაცხელებთ კიდევაც და იმის მერე პრობლემა მოგვიგვარდა. ამ კაცმა ფული ხომ გადაგვიხადა, ლარი დამიკელე, კი არ უთქვია. ყურადღება რატომ მომაკელე, ან რატომ არ იცი და რატო იბრალებო, ეგ პრობლემა, ეგ პრეტენზია ქონდა. სამაგეროდ ხომ გვასწავლა იმ კონკრეტული რაღაცის გამო. კი, ეგ ხო და მიმტებებელების არიან ხოლმე მაგხრი ძალიან რა და უაღრესად მიმტებებელი იყო ის ადამიანი, იმის მერე დავმეგობრეთ მილიონჯერ გაუკეთეთ ის მანქანას და რა ვიცი, ძალიან კაი გამარჯობა, გაგემარჯოს ჩვენი მსხვილი დაკვეთა, რამდენი მეგობარი გამოგზავნა და პირადად მე Facebook-ზე დამამატა და რამდენი რაღაცას ვნახავ და ეხა ბათუმის შესაბამები დაგმეთ, აბარა დაგეხმაროთ და უეჭველი შეძლებ ლაშა და რაღაც და მე ამ ყველაფერს უყვები მე ჩვენ თანამშრომლებს, იმიტომ რომ ხომ ახსოვთ ის ადამიანი. რო შეხედავდნენ არ სიამოვნებდათ იმის დანახვა, იმიტომ რომ იცოდნენ რომ პრეტენზიული იქნებოდა იმ მომენტში, თორე უაღრესად კაი კაცი გამოდგა საბოლოო ჯამში. კი, პრეტენზიული რა ადამიანი ფულს იხდის და ხარისხს ითხოვს, არ მოითხოვოს, აბა. ან მე ისა შენ რა გაგზდის თუ ხარისხს არ მოითხოვს. შტორში თუ არ ხარ ნამყოფი, რანაირი მეზღვაური იქნება. ხო, ეგეც არის. კი ბატონო, ეგეც არის და მაგას ვიძახ ხოლმე რომ აი და ყველაზე მეტად ვერ ვიტან, რაც მაღიზიანებს. ყველაზე აი ერთადერთ სიტუაციაში ვღიზიანდები მე სამსახურში, ერთადერთ სიტუაციაში. როდესაც კლიენტს ატყუებენ. თუნდაც რომ ვერასდროს ვერ გაიგებს. ბიჭო, ხო, ანუ თუნდაც რომ ვერასდროს ვერ გაიგებს, აი როდესაც აი მაგ დროს რო ვღიზიანდები, ერთადერთი შემთხვევაა, რომ მე ვღიზიანდები. და იციან, ყველა მყავს გაფრთხილება, რაც არ უნდა მოხდეს. სულ როცა ინგრეოდეს, კლიენტი არ მოატყუო. შეგეშალა? კი ბატონო, თქვი რომ შემეშალა. ძალით თუ გაუფუჭე, გასაშვები ხარ. მაშინ არ მოატყუო კი არა, მეც მატყუებ. იმიტომ რომ მე არ მინდა რომ კლიენტი მოვატყუო. რაღაცა თუ შეგეშალა, ბიჭო და მაგის დამალვა გინდა ტყუილით, ანუ რა სისულელეს აკეთებ, მე ხო გაგიგებ. იმას თუ უმალავ, მეც მიმალავ, ხო? მე გაგიშვებ. ანუ აი ერთი თემაა ჩემთვის აი რაც აი უწითელესი ხაზი კი არა, აი რაც გინდა ის უწოდე
მაგას თუ ვინმე გააკეთებს, მაგის მიმართ მე შენდობა არ მაქვს. კლიენტს რო ადამიანი ატყუებს, ერთხელ ვეუბნები. რომ იცოდეს შეიძლება არ იცის ჩემი მიდგომა და ერთხელ უკონკრეტებ. მეორედ შანსი არ არის რომ დაუკონკრეტო. კლიენტს მოატყუა, всё, მორჩა, დამთავრდა, დავიშალეთ. ანუ ეგ არის მიუღებელი. ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება? განგრევს თავზე ყველაფერს ტიპი თლიან შრომას განგრევს თავზე. შრომას განგრევს აფერისტად ხდის მილიონის არც ერთი გამართლება რა გაცედი ხედავ. თანამშრომლებმა მე ხშირად მაქვს ხოლმე რომ კომპანიას გავღიზიანებულა. აი ცოტა ხნის წინ მქონდა ერთ-ერთ კომპანიასთან უთანხმოება. ძაღლ ბიგლუთი მივედი ფილიალში. ვიღაცა ბიჭო გამოვიდა და არა ეგ არა სხვა. იქ ძაღლების შესვლა შეიძლება. და გამოვიდა და ძაღლიო ნუ დადისო. და მეთქი ძაღლი შესვლა შეიძლება თქო კაცო. ხო შეიძლება შემოსვლა და კიო შეიძლებაო, მარაო, ნუ დადისო ძაღლი. ძაღლია იulis, რამე დააშავა? არაო, მაგრამ ნუ დადისო. კაი მეთქი უთხარი, ის გამოვედი რა, იმ წუთას არაფერი არ უთხარი ხა ხوار შევაკონე. მეორე შევიდი, მაგრამ ისეც არ უთქვამს ახლა, ცოტა ისე უხეშად კი მითხრა, მაგრამ ნუ ადამიანია ხა, ყოველას თავისი ისა ხوار გამოვეკიდები რა. მაგის ის ხوار მაქვს კომპლექსი. დავანებით რა გამოვედი. მეორე შევდივარ ისევე რა. ბიგლუსთან ერთად შევდივარ და რაღაცა ეფერებიან ისე რაღაცა ჩაოლებრივად არის არც არაშავს. გამოდის ბიჭო ოგნიდან და მე შენ ხო გითხარიო ამაზე. უყურებ ამას ბიჭო, რა გინდა მეთქი რა? არიციო რა მინდაო? გამოვშდი. ეს ერთი რაღაცა და ეხა თავი დამანებეთ ხო? შენი ნერვები არ მაქვს თქო. არ შეიძლება არ მაინტერესებს მეთქი. არ გისმე, გადი ეხლა შედი საიდანაც გამოხვედი, შემეშვიდ. შენი ნერვები არ მაქვს თქო. და თანამშრომელმა ვთქვა, რა გინდაო გიორგიო, დაანებეო თავიო რა. ძალიან კაი გოგო იყო იქ. მე მადლობის ნიშნად ის გაუგზავნეს საჩუქარი. ესა რა ქვია, რა გინდაო გიორგიო, დაანებეო თავიო, შეიძლებაო. პრობლემა არ არის ბატონო, არაფერიო რა. შენ არ წყვეტო აქ რა არის პრობლემაო. და მენეჯერი მეგონა ბიჭო რა. და დავანებე თავი, მივყარე, რასაც ვაკეთებდი. წამოვედი. დაურეკე იქიდან ვინც მემსახურება იმ კომპანიიდან და მეთქი თქვენთან ყველაფერი გამიუქმეთ საერთოდ. ძალიან გაუბრაზდი. იმაზე კი არ გაუბრაზდი რომ მე ხომ არ ბიჭო თავის თანამშრომელს რომ მენეჯერმა მეგონა რომ ეგეთი რაღაცა უთხრა. აი მაღაზია მომასხა რა, რომ რა არის ახლა რომ გოგოს მით უმეტეს შეუძლია რომ ამდენ ხალხში ეუხეშოს. მაგრა გაუბრაზდი და არა რატო ვაუქმებთ რაღაც მეთქი არ ყველაფერი გამიუქმეს საერთოდ ვაფშე რაც გვაქვს აი ვაფშე ყველაფერი გამიუქმე. მერე დამირეკეს ის ძალიან მომაქციეს ყურადღება მართლა მაგხრი. მაგრამ მე მაინც დავრჩებოდი იმ კომპანიაში, საბოლოოდ დავრჩი, მაგრამ რატო დავრჩი? აღმოჩნდა რომ ეს ყოფილა დაცვა. ანუ ისე ეცვა რომ მე მეგონა მენეჯერი, აღმოჩნდა რომ ყოფილა დაცვა. როგორც კი გავიგე რომ დაცვა იყო, ეგრევე იმას ვქო, იმიტომ რომ ნახე რაღაც მომენტებში ჩვენ ახლა კლიენტებმა რა, ჩვენ თავებს უნდა უთხრათ ხოლმე რა, რომ ერთი თანამშრომლის დამოკიდებულება არ გამოხატავს კომპანიის დამოკიდებულებას. ეგ ერთი. მეორე. თუ ეს თანამშრომელი არის მენეჯერი, პრობლემაა სერიოზული, იმიტომ რომ ის უკვე რა აზრია კომპანიის და სახია. მაგრამ როდესაც არის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მაგალითად, მაგაზე არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა აყვერა ახლა ის თავის საქმეს აკეთებს ისე როგორც შეუძლია რომ გააკეთოს და იმ წუთას მე უბრალოდ შევხედე რომ გოგონას ცუდად უპასუხა, მე მოუხადე იმ გოგონას იმის მაგივრად ბოდიში და წამოვედი ახლა იმას ხوار დაუწყებდი აღზრდა-გამძლელობით აღზრდელობით. თან ის კომპანია იმას თვითონ შეამჩნევს და მიხედავს. ის კომპანია იმას, ესე იგი იქ ის კი არ მომხდარა რომ ზემდგომმა ქვემდგომი დაჩაგრა. იქ მომხდარა ის რომ უბრალოდ უხეშად უპასუხა ერთმა ადამიანმა მეორეს. მაშინ უთხარი მეთქი ოკეი გასაგებია მე მაინტერესებდა ვინ იყო მეთქი გამირკვია ვინ იყო თქო და მენეჯერი იყო თქო რა და მენეჯერს რო უთხარიო გასო მე ვარ ყოფილა რომ საერთოდ არ მინახიო ეგრე თქო და მეთქი მოიცა კაცო მაშინ აბა ვინ იყო და გაირკვა რომ იყო უსაფრთხოების სამსახურის ტიპი დაცვა ხო და ეგ პრობლემა არ არის ახლა რა იქ პრობლემა არის რა თქმა უნდა მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ კომპანია ცუდია მიხვდი კომპანია მალევე მოაგვარებს მალევე გაიგებს მაგამის შესახებ თავარია რომ კომპანია მაგდაცვამ არ იმუშაოს 1-5 წელი მაგ ხო თავარია რომ კომპანია ან თუ იმუშავებს აუხსნან რომ არ შეიძლება თანამშრომლებთან უხეშად ლაპარაკი არა არ გაგრძელდება მაშინ კი რა თქმა უნდა ან თუ მაგდაცვა მასზე აგრძელებს 5 წელი კომპანიის აზრიც უკვე გამოდის ეგეც არის კი ბატონო რა ხო და
აუცილებლად კომპანიამდე უნდა მიიტანო. რომ მივიტანე კომპანიამდე ეს, რომ გაიგეს და რომ იმასნეს, როგორც შენი ბატონს მიაქცია ყურადღება მასე რომ მოაქციეს, всё გასაგები გახდა ყველაფერი. ესე იგი ის კომპანიის პოზიცია კი არ ყოფილა, ის ყოფილა იმ ერთი ადამიანის პოზიცია და ეგ ბევრს არაფერს არ ცulis რა. ასია ჩემთანაც. იმას კი არ იტყვიან რომ იმან რა ქვია, ავტოასისტენტი იყო აფერისტი. ბიჭო, ყველას გადავა ისე რომ ავტოასისტენტები ეცოდებათ ხოლმე, გონიათ რომ 1000 ლარი აქვს ხელფასი. ხო და მე რო უხსნით ხოლმე, მაიცო, მე ეგრე ახლა. всё გასაგები იყო. იმას კი არ იმას იტყვია რომ ნიკამ მომატყუაო რა. და ეგ არის ნიკას კომპანიაში მოწყობდი პირველ რიგში. ნამდვილად ეგრეა. და თან ყველაზე სასწავლო ის არის რომ მე საერთოდ შეხება არ მაქვს. ვიღაცა სატყუებს და მე მიფუჭდება სახელი, ხო, მაგ მომენტში. მაგიტომ მაქვს მაგაზე ტყუილზე, მომხმარებლის ტყუილზე პირველ რიგში უდიდესი რეაქცია, იმიტომ რომ ანუ არ შეიძლება. აი ვინც ბიზნესის გაკეთებას გადაწყობს, უნდა იცოდეს რომ ნომერ პირველი წესი რომ მომხმარებელი არ მოატყუო არასდროს. დიდხანს ვერ გაკაჩო მომხმარებლის მოწმობა. თემიდან გამოდიოდა ერთ რაღაცა შეგეკითხები, მაშინ ნახე. იქ გაქვს შენ სარეზერვაციო თანხა, უცებ მოყვები, ვინც არის ის ქარუში ავტოასისტენტი, ვალდებულია კომპანიის ანგარიშში გააჩეროს თანხა, იმიტომ რომ თუ მოიქცა არასწორად და უშუალოდ და მომხმარებელი მოატყუა, აუნაზღაურდეს ზიანი მომხმარებელს და რამდენად, როცა ეს დაიწყეს სარეზერვაციო თანხა, პრაქტიკამდე დაიწყე, ალბათ იმიტომ რომ საჭირო გახდა, ეხლა რაც წლები გავიდა, წესით ჩემს უნდა შემცირებულიყო ამ სარეზერვაციო თანხის გამოყენება, იმიტომ რომ ავტოასისტენტები მიხვდებოდნენ, რომ არ უნდა მოიტყვონ, იმიტომ რომ მაინც გადაახტებიდნენ. კარგი ავტოასისტენტები. შემცირდა თუ არა? არა, კარგი ავტოასისტენტები თითქმის არ იყენებენ სარეზერვაციო თანხას. და ის ავტოასისტენტები, რომლებიც მაინც ადრე თუ გვიან დაგვტოვებენ, იყენებენ. სარეზერვაციო თანხის გამოყენება კი არ შემცირდა, სარეზერვაციო თანხის გამოყენება განსაზღვრავს, რამდენად მალე წავა ავტოასისტენტი. ანუ თუ ხშირად უწევს წავა? კი. აუცილებლად წავა, იმიტომ რომ აი როგორ რაღაცებზე იყენებენ ის სარეზერვაციო თანხას? ბიჭო, აი საერთოდ რო არ უნდა გამოიყენონ ეგეთ რაღაცებზე რა, მაგრამ მისი ფულია რა გავაკეთო. ძალიან გენიალური გადაწყვეტილება არის, ხა როგორ შეიძლება დააზღვიო მომხმარებელი მეტი უკეთესად. მომხმარებელი და მეორე რა არის მნიშვნელოვანი? რა მარტივად გენიალურია ნახე? კი, ყველაფერი გენიალური ხო მარტივია და ან მართლა ძალიან ეფექტურია და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ყველა ადამიანი უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას საკუთარ საქმიანობაზე. არ შეიძლება, რომ თანამშრომელი იღებდეს, სამშრომელი აფუჭებდეს რამეს და პასუხისმგებლობას იღებდეს სხვა. არ შეიძლება. ყველა რაღაცა წილი მაინც. გამიგე, რაღაცა წილი მაინც. მით უმეტეს, როდესაც იმდენი გაქვს შემოსავალი, რაც ქაროს ავტოასისტენტს შეუძლია რომ კონდეს თუ იმუშავებს. მით უმეტეს. ზოგადად ადამიანის ბუნებაც ეგეთი არის რა, რომ ნახე ჩვენთან მაგალითად მე რო სერვისი დავიწყე, არასოდეს ახლა რამდენი წელი გავიდა, ხო? 19 წლიდან სერვისში ვარ. ჩემი პირველი ბიზნესის და ბოლოს რავი რომ სხვა თუ რა ვერ იყო სერვისი არის უნიშნელად ნაწილი და პირველი დღიდან რო გადავწყვიტე რომ ფულს არ ავიღებდი წინასწარ, არც ერთ თეთრს. დღემდე არ ამიღია, აი ვერ ნახავ შენ მომხმარებელს, ვინც თქვა რომ ლაშან ფული წინასწარ მოთხოვა. მაგალითად მანქანის გადაკვრა ღირს $2000 ან $2500 ხო ასე არის. ამ ფულს მე წინასწარ არ ვიღებ და რატო არ ვიღებ? ჯერ ეს ერთი мотиваცია რო არ დამევარდეს რომ კარგად გავაკეთო. ეს მარტივია ხა ცხოველური პრინციპია რაღაცა რომ რაღაცას რო ელოდები კარგად გააკეთო და პრეტენზია მაქვს რომ წინასწარაც რომ გადამიხადონ მაინც კარგად გავაკეთებ, მაგრამ არ ვიღებ წინასწარ ფულს, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს სერვისი, რომელიც ასე იქცევა. და მე ჩემი ეს არის წარმატების ფორმულა. აი რამდენი მაგალითად ხა ბათუმში პირა რო გავხსენე ჩვენ 2 წლის წინ იქ სახლი ვიყიდე მე და ავეჯდი რაღაცა ხო დამჭირდა. ვისაც რა შეუკვეთე სამზარეულოს პატარა სახლი მაქვს ხო სამზარეულოს რა ვიცი 4 კვადრატიანი და 6 კვადრატიანი რა ქვია ავეჯი ხო შეუკვეთე აგვისტოში დეკემბერში ჩხუბის მერე მომიტანეს ყველაც ვინც თანხას წინასწარ იღებს არც ერთი ადამიანი არ არის პატიოსანი მე არ ვიძახი ნუ მე ვინ ჩემხვდა მოდი ესე ვქო ვინმეს არ ეწყნოს ახლა შეიძლება რაღაც თანხა წინასწარ ჭირდებოდა თქვენ და ამიტომაც ხო თავის დროზე რო დავასკვირე დღემდე რამდენი მომხმარებელი მყავს ხო 10000 ხო ერთი ლარი არ აგვიღია წინასწარ ჩემ მენეჯერს გავთქვა და ხო არის ხა ისე დაუშვათ პერიოდია რომ ფული გიჭირს რა სესხი გაქვს შესატანი და ჩვენ საკრედიტო ვალდებულებები გვაქვს რავი ხარჯი ნახე რაღაც გაუთვალისწინებელი ფერარი საკერამი და ჩაუნტრეთ რა დაждდებოდა ხო წარმოგიდგენია ხო რა დაждდა ისე ხო არ იტყვი დაждდა სადღაც 19000 ლარამდე მეტი არა მე მეტი მეგონა არა მეტი არ დაждდა მაგრამ დაждდა ეს ეს რა ქვია ფერარის რო საკერამი და ჩაუნტრეთ ის იყო იანვარში ხა ჩვენთან იცით 15 იანვარამდე ხალხი კეიფობს და 15 იანვარი ჩვენ რო 1-15 იანვარი 1-5 თვის ნახევარი რო ფულს უშოვლოთ მეორე ნახევარი უკვე ხელფასებს შოვლოთ ხო ასეა ხო და ის მეორე ნახევარი უკვე ხარჯებს და იმას ჭირდება ფული კომპანიაში დაუშვათ სარეზერვაციო შავი დღისთვის რაც უნდა გადადებული ზუსტად მაგდენი იყო დაახლოებით 25000 ლარი მქონდა ანგარიშს ეს თანხა რო დავხარჯეთ და
ბრახდა 911 გაფუჭდა კიდე. იმ 911-ს 13,000 დაჭერდა. ხო და ეს ფული ხომ არ არის. მაგრამ სამაგერად მე ვიცი რომ ადამიანი მოვა და ფირი უნდა გადააკრას და $4,000 გადასახდელი, ხო? შემიძლია უთხრა რომ მოდი მომეცი და მე სესხება აღარ მომიწევს. ხო. მაგრამ არა. კი. უკიდურესი გაჭირვებაც როცა მქონია, მაშინაც არ მithქე რომ წინასწარ ფული გადაიხადა და ამ პრინციპებს რომ მიყვები მე ეს არის ჩემი დაზღვევა. შენ ხო გაქვს დაუშვათ სარეზერვაციო თაღი? ჩემთვის ეს არის რომ სარეზერვაციო თაღი კი არა, მაგრამ მე იქიდან თაღას ველოდება რომ კარგად უნდა გავაკეთო. პრეტენზია არ უნდა გქონდეს კლიენტს. კი. ხო და ესე გავედით ჩვენს ფონდს მოკლედ ამ მიმართულებით. მესმის, მაგრამ ვინმე ერთ რაღაც ვიყური რომ ვინმეს თუ მასობრივი პროდუქტი გაქვს შედარებით, ეს ძალიან ცუდი რჩევა იქნება, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე საუბრობ პრაქტიკა გავდერა და არ მაქვს პრეტენზია ეს. მასობრივ პროდუქტებში ძალიან ბევრი ფროდერი გაიჩნდება რა და იმის გაწინასწარ თუ არ აიღეთ ახლა მე გადაგაგდებს. შენ იცი ტიპა მოგვიყვანა Range Rover-ი 2016-იანი და თითქმის ყველაფერი ახალზე გადაუწყოთ. ბოდიკი ძალიან მაგალაპარაკი, მაგრამ გავუახლეთ სალონი, დავაკარით ვინილი, ამ ვინილზე დავაკარით დამცავი. სალონის სრული რესტავრაცია ერთი, რა ვიცი, $22,000 ავიდა. და გაყვანეს დღეს მოვიდა პიპი, და იგზახს ეს მანქანა მე გაქირავებული მქონდა. და ჩემია. ანუ კლიენტმა ვიღაცა მანქანა იქნება და ჩვენ გავაკეთებინა, წარმოგიდგენია? ან იმან გამოუშვა რომ იმას ქენიო, გააკეთებინეო და არა, მე აი ხო გეუბნები, მე ვარ უაღრესად პატიოსანი ადამიანი და ეგეთ რაღაცებს ამჯერა რომ ვიღაცას მანქანის გაკეთება უნდა და მსგავსი სპექტაკლი დადგა. შეიძლება რა თქმა უნდა რომ ასეც იყო. შეიძლება დადგა, ხო. მე მგონია რომ 10-დან 9 დადგამდა, მაგკაცებს უც არ ვიზახ, შეიძლება არ დადგა, მაგრამ 10-დან 9 დადგამდა. ხო ეს რეალური кейსია, იყო 6 თვის წინ. ნუ იყო რა მოკლედ რა სხვის და იზარალეთ ეგ ფული? არ ვიზარალეთ, არა. ამოვიღეთ. მაგას ახლა ნუ სამოქალაქო კოდექსიც გვაძლევს საშუალებას რომ მაგთან ხამოვიღოთ მანქანის ნებისმიერი ზარალზე პასუხისმგებელი მე პატრონია და არა ის ვინც მაგანაზე იჯდა რომ იცოდე. ყველაზე სასაცილო შემთხვევა რას მქონია მაგ მხრივ არის რომ ბევრჯერ მქონია ძალიან რომ ფულის გადახდა არ უნდათ, ფული არ აქვს უბრალოდ რა და სერვისის მიღება უნდა და რაღაცებს იგონებენ ხოლმე. ბევრჯერ მქონია ძალიან ეგეთი, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ ყველაზე სასაცილო რაც იყო ტიპს შეაღებინა მანქანა. ჩვენთან არის ეგრე. თანხა უნდა აიღოს ჯერ და მე უნდა გაკეთოს მანქანა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფროდი გქონდა და გავიჭედეთ და გავიწეწეთ. ისე შენ ხوار დაუფინანსე, შენ სხვა სუხთით თანხა და შენ ხوار დაუფინანსებ კაცო. აქ თანხა ჩემია და მე მაქვს მაგის საშუალება. ხო, ხო და აქ ეგეთი სიტუაცია არა და ჯამან რატო გააკეთა ეგრე არ ვიცი რა. აკეთებენ ხოლმე ზოგჯერ რომ ისა და მე პრობლემა ექნებათ ხოლმე ხშირად მაგას. და გაფრთხილებული ვიყო რომ არ ქნა. ხო და ტიპი მოვიდა და ესეც სიტყვებს ეუბნება. მე და ჩემმა ცოლმა ვისაუბრეთო და გადავწყვიტეთ რომ ეს ფული არ გეკუთვნისო. ნო. სიტყვა სიტყვით ეს უთხრა და გამეცინა ბიჭო თუ თავს იყო $500-ზე ლაპარაკი. ამ ბიჭმა დაიწყო შეთ ნორმალური თუ ხარო რაღაც არ გაგატან მანქანასო და რაღაცაო როგორ არ გამატანო კანონით მე მაქო მანქანის წაყვანის პრობლემა ძალიან ცუდი კანონი გვაქვს აქ საქართველოში. ამერიკაში მაგალითად. ნახე როგორი სიტუაციაა. თუ ხელოსანი მანქანას გააკეთებს, $100 რაღაცას რომ გააკეთოს, ხელოსანს უფლება აქვს მანქანა არ გამოგატანოს, თუ წარმოგიდგენს ინვოისს რომ ეს სერვისი გაგიწია, ხელოსანს უფლება აქვს მანქანა არ გამოგატანოს, თუ 6 თვეში ფული არ მიუტანე, შეუძლია რომ აუქციონზე გაყიდოს. რა მაგარი კანონია ნახე. და ჩვენთან შეუძლია ტიპმა გააკეთებინოს, მე პატრონში დარეკოს, მოვა წაიყვას მანქანას უპრობლემოდ. ამიგე? მე გავიგე ბიჭო უკვე ალიაქოთი რო იყო ატეხელი. გატანე მეთქი ბიჭო მე მოგცე მაქო და ეგეთი იმას მართლა უთხარი მეთქი დაიკიდე ხარჯი გამექვით ეთქო კაროჩე ერთად იმას кейსად შენახვა ღირს რომ სოთაეთად გადაწყვეტა კაცო გამეცინა იმას რომ მე და ჩემმა ცოლმა ვისაუბრეთო და გადავწყვიტეთ რომ ეგ ფული არ გეკუთვნისო ანუ აი ბიჭო პროსტა როგორ უნდა მოიფიქრო ეგეთი რაღაცა საერთოდ ეხლა ჩვენ რო არ გავანაწყენოთ ჩვენი ქალბატონი მაყურებლები იგივე აზრი გექნებოდა მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ რომ ეთქვათ იმიტომ რომ შენ რა მიიღო გადაწყვეტილი ვარ ხო პროსტა ტიპმა ანუ შენ მოიყვანე შენ გადაწყვეტე სხვა რაში ხო შეიძლება ადამიანს უთხრა რომ იცი რა შენ ეს ფული არ გეკუთვნის ამიტომ მე და ჩემმა კაი მე და დედა ჩემმა მე და მამა ჩემმა ვისაუბრეთ რას ქვია ხო ან ნებისმიერ მე რო ყოფილიყო მაგრამ ამან თქვა მე და ჩემმა ცოლმა უბრალოდ ეგ იყო გადაობა თორე ეგეთი პრაქტიკაც ჰქონდა ერთადერთი მომხმარებელი რომელსაც ალბათ ჩვენ ვუჩივლებთ არის ესეთი ადამიანი რომელმაც საკუთარი ფირი მოიტანა ჩვენთან სხვათა შორის ამ ფირის წარმომადგენელი არის საქართველოში მოიტანა ფირი გადაგვაყენა საკუთარი ფირი და ფირი იყო დახაზული და ჩვენ გვეუბნება რომ რა ქვია რატოა დახაზული ფირი
რაც მოიტანა ის დავაკარეთ, რა უნდა გვექნა. ერთადერთი ხო და ეხლა ყველაზე მთავარი რომ ამ ადამიანებს ფირი დააკრა რისკ ზონაზე უკან დააკერა, მე ყველაფრის ფულს გადავიხდიო და ისა რა ქვია, ფირი რო არისო დაკრულიო, მაგის ფულს არ გადავიხდიო, კიდე ახალ ფირს მოვიტანო და ახალი გადააკარეთ ჩემ თვალწინო. მეთქარე, მე ესე არ მუშაობ, გინდა თანხა საერთოდ არ გადაიხადო, ინა მთლიანად გადაიხადე. ნახევრად გადაიხადე, არ ვიცი, მეთქარე, არ ჟდება ჩემ ლოგიკაში, ეს არის ჩემი კომპანიის და ჩემი პირადი პროფესიული შეურაცხყოფა, თუ ვერ გავაკეთე, არ გადაიხადო, ხელი მომიწერე, რაც გავაკეთე, იმაზე წაიყვანე მანქანა და თუ დაუშვათ გავაკეთე, გადამიხადე. წავალ ადვოკატთან დავბრუნდებიო, წავიდა მეორე და მესამე დღეს მოვიდა თავის ნათესავ ადვოკატთან ერთად, დაგხურავთ, ამას გიზავთ, იმას გიზავთ. მეთქარი არ დამიმსახურებია, მართლა რომ არც მეშინება რა რომ იცოდე თუ მივთხარი ამის საშუალება გაქრო დაგხურო და დავისი მომკლა ქუჩაზე, არ დამიმსახურებია. მეთქი ალალად გეუნებდი. არ მომიწერეს ხელი მიღება ჩავარვის აქტზე. მე თვითონ გამოვიძახე პატრული, შევადგენილი რეაგირების ოქმი, ამ პატრულს ვაჩვენე, ეს გავუკეთე, შენ პატრულმა ეს დაწერა, იმათმა ხელი არ მოუწერეს, აქ იყვნენ, მე მოვაწერე ხელი, სამხრეთ ჩანაწერი გამოვითხოვე და მივალ ალბათ სასამართლომდე რა უყო. ერთადერთი წარმოიდგინე ხა მე ხალიჩების სამრეცხაო მქონდა, რამდენი ერთი რა გითხეთ 50000 ინდივიდუალურ მოხმარებელს მაინც ვარ მომსახურებული და არავისთვის არ მეჩივლია, არასდროს. ეს იქნება პირველი, მაგრამ მოახერხა რა. ის ხოლმე ისე ზოგადად პრაქტიკაში. ისე ანუ ხო, რა ეს იქნება პირველი, მოახერხა მოკლედ რა და იქნება და ესე ჩემი პრაქტიკთან იურისტი ვარ, ეხლა სხვა ჩემი საქმე რა არის და პრაქტიკიდან მოკლედ მე ვიდეოზეც ჩავწერ ჩვენ მაგ кейსთან დაკავშირებით. მოკლედ ნიკა, ძალიან ვარ გაგვეწევ პირველი პოდკასტია და ჩვენ არ ვიცით ეხლა მაყურებელს სამდღაც გადავღვლით და შემდეგ გამოხმარება იმედია კაი მოყვება. დარწმუნებული ვარ რომ მეორეჯერ და მესამეჯერაც არ დაიშურებ დროს და გამოხვალ ჩვენთან. მადლობა დიდი. ჯერაც გაიხარდება. დიდი პატივისცემით გიდასტურებ ძმაკაცობას, გიდასტურებ პატივისცემით. აბა კარგად. იგრები ხართ.